მე არ მჯერა არანაირი ცვლილების პოლიტიკოსების გარეშე. ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. დობას აღადგეს ჩემს პირველ რიგში თანმიმდევრულობა. რას თავარი რეჟიმი მორალურად ამარცხებული ყავს არჩევნების წინა პირობებში. მე მინდა მათგან პრაქტიკული მხარდაჭერა თორე ქუჩაში ისედაც ვდგევა. რატომაც თავის ნაშიერებს ასე გულმოდგინეთ ჭამს. არ უნდა გაჩერებულიყო და უნდა გაგრძელებულიყო არჩევნების მომენტამდე. მამაუდროულად ქართული ოცნების წყევლად. ნახე როგორი რეპრესიები მოდის ჩემ წინააღმდეგ. ნიშანსვეტების და სიმბოლოების განადგურება იმედენად არასერიოზულია. პარტიების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული ცვლილება. დღის წესრიგი არის მცდელობა ვუპასუხოთ პოლიტიკური ლიდერობის და ნდობის კრიზისს, რაც ჩვენი ასეთ მთავარი დამაბრკოლებელია ამ ქვეყნის გამარჯვების გზაზე. ამ პროექტით ჩვენ შევეცდებით ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს საერთო ენა ვაპოვნინოთ და შესაძლებელი გავხადოთ, რომ ერთის მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა დაინახონ მოქალაქე თავიანთი პროცესის ნაწილად და მეორეს მხრივ მოქალაქეებმა დაინახონ საკუთარი ინტერესები პარტიულ პოლიტიკურ პროცესში. მოკლედ ჩვენ გთავაზობთ პოლიტიკურ ალტერნატივას, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული ფორმა და მიიღოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ დისკუსიაში, რათა თქვენმა ხმამ და თქვენმა აზრმა მოახდინოს მეტი გავლენა პოლიტიკურ განვითარებაზე. სამი მთავარი ქვაკუთხედია, რაც დემოკრატისთვის არის აუცილებელი პირობა. ეს არის მართლმსაჯულება, ანუ სასამართლო, არჩევნები, სამართლიანი არჩევნები და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა. საბოლოო ჯამში ქართულმა ოცნებამ სადღაც 19-დან 21 წლამდე საბოლოოდ ეს სამი მთავარი ქვაკუთხედი შეაერთდა და გადაიქცა ავტორიტარულ რეჟიმად, რომელშიც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ჩაუდგა წინააღმდეგობაში. მათ პირველი რაც გააკეთეს ეს არის უსამართლო სასამართლო და ყველაზე მთავარი ნიშანი რეჟიმის არის სასამართლო ხელისუფლება, სადაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სალსახად პოლიტიკური, მეორე არის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ დაბოლოება 24 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც მათ გააყალბეს არჩევნები და მესამე წერტილი, ანუ მთავარი ქვაკუთხედი იყო 28 ნოემბერი, როდესაც მათ თქვეს საბოლოოდ საქართველოს ევროპულ გზაზე და ევროინტეგრაციაზე ვარი. ეს სამი მთავარი წერტილი, მთავარი ქვაკუთხედი გახდა საზოგადოების საბოლოო წინააღმდეგობაში და მათთან ართანამშრომლობის მთავარი ხაზი. წინააღმდეგობას ჰქონდა რამდენიმე ფაზა. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მთავარი იქნებოდა თავად გავრილოვის ღამე, ეგრეთ წოდებული, ან გავრილოვის ჩამოსვლა და პირდაპირ პირველი ესეთი ძალიან მკაფიო დაფიქსირება იმისა, რომ საქართველოს აშკარად საქართველოს მთავრობას, იმდროინდელ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ გადაუხვიოს იმ რელსებიდან, რომელიც კონსტიტუციურად არის დადგენილი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მე გამოვყოფდი მეორე ძალიან მნიშვნელოვან ფაზას, რომელიც არის პირველი შემოტანა ეგრეთ წოდებული რუსული კანონის, ან რუსული კანონისა, უпростоრედ და მერე უკვე ისევ მეორე შემოbrunება. ეს ყველა ფაზა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ოცნება ასე თუ ისე მაინც ახერხებდა და საზოგადოების ნაწილს აჯერებდა, ან საზოგადოების ნაწილს ბოლომდე არ ჯეროდა, რომ ასე უნამუსოდ გადაუხვევდა ეს პოლიტიკური ძალა საქართველოს ინტერესებიდან და საბოლოოდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაფორმდა ჯერ პირველ რიგში გაყალბებულ არჩევნებში და მერე უკვე 28 ნოემბერს გამოცხადებული გაჩერებით ევროკავშირთან ყველანაირი ურთიერთობისა. ისინი ყოველთვის მიილწოდნენ რაღაც გარკვეულწილად და ჩანდა ყოველთვის, რომ მათ ჰქონდა სენტიმენტები რუსეთისკენ და მეორეც არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, როგორც არის მათი კორუფციული ხაზი. კორუფციული ხაზი კი აშკარად ჩვენ გვიჩვენებს იმას, რომ ეს კორუფციას ნამდვილად არ უნდა, რომ აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მაგალითად ორიენტირებულია სოციალურ პროექტებზე, საქართველოს საერთაშორისო სამყაროში ინტეგრირებაზე და მათ უნდათ მხოლოდ და მხოლოდ აი ის კორუფციული ჭაობი
განავითარონ, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ გვესმის და 700 მილიონი და 800 მილიონი მოიპარა ვიღაცამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრინციპში მიზეზები ეს უნდა ყოფილიყო. როდესაც პოლიტიკური მოვლენის შეფასებას მთხოვენ, ყოველთვის მიჩვენია ხოლმე, რომ ძალიან დავზუმო და ერთგვარი კოსმოსიდან შევხედო. ეხლა ქართული ხალხის ბრძოლა, წინააღმდეგობა, საკუთარი იდენტობის დასაცავად, მისი ცივილიზაციური მტრების წინააღმდეგ დაიწყო ადრეულ საუკუნეებში და დასავლეთისკენ სწრაფვა და დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციის საკუთარ სახლად აღქმას ხვდებით ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის ანდერძში, შემდეგ ეგრისის სახალხო კრებაზე არის ეს ძალიან მკაფიოდ გამოხატული და რაც არ უნდა ვნახოთ მე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ყველგან ძალიან მკაფიოდ და აშკარად ჩანს ეს. ახლა წინააღმდეგობის ეს კონკრეტული ფაზა რუსეთის წინააღმდეგ დაიწყო 34 წლის წინ, მე ვიტყოდი და 34 წელია ეს წინააღმდეგობა ერთგვარ ტალღებად ვითარდება. ანუ იყო ერთი დიდი თავისუფლების ტალღა მაშინ, როდესაც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დასრულდა წარმატებით და გავთავისუფლდით. ამას მომენტალურად მოყვა რუსეთის რეაქცია, რომელიც არ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და ჩვენ მივიღეთ ქაოსი, სამოქალაქო ომები, გენოციდი, ეთნიკური წმენდა, დაკარგული ტერიტორიები და გავაგრძელეთ შემდეგ აი ამ რეაქციის ფაზაში არსებობა რეალურად შეუმდგარ სახელმწიფომდე. ხო, ამას მოყვა შემდეგი ტალღა გათავისუფლების ვარდების რევოლუცია, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ძლიერი განაცხადი გააკეთა საკუთარი იდენტობის შესახებ და თქვა, რომ ის დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია და იქით აპირებს სწრაფვის გაგრძელებას და ასე აპირებს დასავლურ ყაიდაზე აპირებს მოწყობას, თუმცა მალევე დაეჯახა ამას რეაქციის ტალღა და ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს და დასრულდა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით 2012 წელს. და მეც გამოვყოფდი გავრილოვის ღამეს, როდესაც თქვათ გაცხადდა თითქოს ხატი დაიხატა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის, იმიტომ რომ იქამდე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცხადი იყო საით მიემართება ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოება ვერ აღიქვამდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იყო გაბუდნული ის სტრატეგიულ ბუნდოვანებაში და რაღაცნაირად აი ამ სტრატეგიული ბუნდოვანების ჩამოხსნა მოხდა გავრილოვის ჩასმით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და აი აქედან დაიწყო უკვე წინააღმდეგობა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ეს წინააღმდეგობა არ უნდა აღვიქვათ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის, ანუ რეჟიმს შორის ბრძოლად. ეს არის დემოკრატიული პროცესის ბრძოლა ავტოკრატიის წინააღმდეგ და ეს დემოკრატიული პროცესი ავტოკრატიას უთხრის ძირს ყველა ფლანგზე, არა მხოლოდ რეჟიმთან, რეჟიმს უთხრის ძირს, არამედ მის რიგებშიც ავტოკრატებს ანადგურებს. ჩემი საზრით წინააღმდეგობა სულ პირველად ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2013 წელს დაიწყო, როდესაც ოცნების გუნდმა გადაწყვიტა საყდრისის აფეთქება და სწორედ მაშინ გამოაჩინა თავისი ნამდვილი ხასიათი და შინაარსი. ეს რა თქმა უნდა არ იყო რაღაც კონკრეტული პოლიტიკური წინააღმდეგობის დაწყების საფუძველი, მასშტაბური წინააღმდეგობის დაწყების საფუძველი, თუმცა მაშინ საზოგადოებამ მივიღეთ პირველი ნიშანი იმისა, რომ ეს ხელისუფლება და მისი შინაარსი და ხასიათი იყო ორიენტირებული საზოგადოების ფართო ჯგუფების გარეშე მიეღო ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან მიმართებაში, როგორც იყო საყდრისი და ამით რაც მთავარია კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქართული კულტურის და ისტორიის ნიშან-სვეტების და სიმბოლოების განადგურება მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში იყო მათი სავიზიტო ბარათი და ამის შემდეგ დაიწყო ის მძიმე და რთული პროცესები, როგორც კულტურაში, ასევე განათლებაში და ზოგადად მთელს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროებში, რომლის შედეგებსაც დღემდე ძალიან მტკივნეულად ვიმკით.
მე ვფიქრობ, რომ განსხვავებული ალბათ პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკური სუბიექტების შეფასებები და ყველას თავისი ათვლის წერტილი აქვს და ალბათ ყველა თავისხრივ მართალია, იმიტომ რომ არსებულ რეჟიმს აღმოაჩნდა საკმაოდ ბევრი ელემენტი, რაც საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში იწვევს პროტესტს, მაგრამ მე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი იწყება ალბათ გავრილობით, მაშინ როდესაც პირველი ესე ვთქვათ მასშტაბური არაპარტიული და არასუბიექტური პროტესტი გაჩნდა იმისთვის, რომ საქართველოს ანტირუსული ვთქვათ სენტიმენტებისგან დაეცვა თავისი ქვეყანა და ვფიქრობ ამის გაგრძელება იყო ყველა შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ მიგვიყვანა იქამდე, სადაც უკვე ყველაზე მასშტაბური გამოწვევა იწყება, ეს არის 23 წლის პერიოდში, როდესაც პირველი ტალღა იყო ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მიღების, სადაც უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ საზოგადოებას დაუპირისპირდა ხელისუფლება რეჟიმი იმ ესე ვთქვათ ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული და პრორუსული პოლიტიკით, რომლის ანალოგიები უკვე ძალიან კონკრეტულად იძებნებოდა უკვე სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც რუსული გავლენა უკვე მკაფიოა და აშკარაა. მე ვფიქრობ, ამან გამოიწვევს ყველაზე მასშტაბურობა ამ პროტესტის, სადაც გაერთიანდა სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის თუ აპოლიტიკური თუ ნაკლებად პოლიტიკური თუ მეტად პოლიტიკური საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, ასაკობრივი ჯგუფები, ახალგაზრდები, როდესაც უკვე ქუჩაში გამოვიდნენ, მაშინ როდესაც ისინი ძალიან ითვლებოდა, რომ ყველაზე პასიური პოლიტიკური მოთამაშეები არიან. აი მე ჩავთვლიდი, რომ 20-23 არის პირველი ეტაპი, სადაც ეს ყველა დაინახა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა იმ შესაძლებლობის დაკარგვის საფრთხე, რომელიც გაჩნდა, რომელიც რეალური იყო უკვე მაგ პერიოდისთვის, როცა გახდა ევროკავშირმა გახსნა ჩვენთვის კარები და დაიწყო ასე ვთქვათ გაფართოების ახალი პოლიტიკა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი მთავარი ათვლის წერტილი, მას მერე ჩვენ პრინციპში მივდივართ მაგ მიმართულებით, არის მასშტაბური პროტესტი საზოგადოებაში, ზოგჯერ გამოხატული უფრო აქტიურად, ზოგჯერ უფრო ნაკლებად, მაგრამ საზოგადოებაში ეს პროტესტი მას მერე არსებობს და მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი, როგორც პროტესტის წარმოჩენის და გაზრდის და მასშტაბურობის თვალსაზრისით, ასევე თავად ხელისუფლების, ესე ვთქვათ, ძალიან რადიკალური უკუსლის ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული მიმართულებით ცვლის კუთხით. აი მე აქ ხედავ ძირითად გარდამტეხ ეტაპს. ვეთანხმები, რომ პირველი დიდი ნიშანი იყო გავრილოვის ღამე ნამდვილად. იმიტომ რომ უკვე ცხადი გახდა საითმიდის რაკურსი აიღო ქართულმა ოცნებამ, თუ მანამდე აი თამარა ამბობს სტრატეგიულ ბუნდოვანებას და მე მიყვარს ეს სიტყვა. მანამდე თუ იყო რა სტრატეგიული ბუნდოვანება, რომ აი ევროკავშირისკენ მივდივართ, საით მივდივართ, გავრილოვის ჩასმამ იმ სავარძელში ყველაფერი გამოაჩინა. მეორე იყო ჩემი აზრით ძალიან დიდი, როდესაც დაიწყო უკრაინის ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, სადაც უკვე კარგად გამოჩნდა რა მიმართულებას ირჩევს, უკვე ნაბიჯები გამოჩნდა რა მიმართულებას ირჩევს ოცნება და საით უნდა საერთოდ წასვლა. პირადად ჩემთვის 26 ოქტომბრის იმედგაცრუება იყო ის, რომ როგორც კი წინასწარის შედეგები გამოაცხადა, ეგზიტ პოლები როგორც გამოაცხადა ქართულმა ოცნებამ, არათუ ამ საარჩევნო კომისიამ, მე უკვე მქონდა პროტესტი და მქონდა განწყობა და მზაობა, რომ გავსულიყავი. რომ მეთქვა, რომ ეს არასწორია, ხო, ყველამ ვიცით, რომ შეუძლებელია და ამხელა გაყალბება, მაგრამ იმ მომენტში ყველა ველოდებოდით პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას. იმიტომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი. და სუფთა არჩევნების თემა იყო და იმას ეხებოდა, რომ რომელი პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ ხელისუფლებას. და თუ მე პოლიტიკურ პარტიას გამოვცხადებ მხარდაჭერა, მივეც ჩემი მანდატი და ის არ გამოდის, არაფერს არ ამბობს, შენ როგორც მოქალაქე ამ შემთხვევაში მაინც რჩევ პასიურ მდგომარეობაში. და ყველაზე დიდი აცდენა პოლიტიკურ პარტიებთან და განწყობასთან და სადაც მე პირადად ვთვლი, რომ ვერ იგრძნეს ხალხს განწყობა, იყო რომ იმავე საღამოს არ გამოვიდნენ და რაღაც საერთო განცხადებით, ერთობის დემონსტრირებით და იმ მომენტში არ დაიწყო პროტესტი. მაშინ როდესაც მომხდარიყო, იქნებოდა სულ სხვა შედეგები და შეიძლება დღემდე არ მოსულებთ. 28-ის ამბავი უკვე ეს აღარ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო ეროვნული გადაწყვეტილება და კობახიცამ გამგვიცხადა, რომ მორჩა მე შევცვალე კურსი. და რატო გააკეთა ეს, რატო გაბედა? იმიტომ რომ ჩათვალა, რომ 26-ში თუ არ მოყვა ამას იმ ხელამღელვარება მასობრივ ტოტალურ გაყალბებას, უკვე მათ შეეძლოთ ყველაფერი გაიკეთებინათ. მაგალითად რომ გვეგონა რომ ის რომ ქართული ოცნება არის პრორუსული და ამის გაგებინება საზოგადოების უმრავლესობისთვის საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ ოპოზიციური პარტიების მიმართ საერთოდ კითხვები აღარ დასმულიყო, ვის რა ექსპერტიზა აქვს, ვის რა ადამიანური რესურსი აქვს, რა პროგრამა აქვს, რა საპირებენ, რა არის მათი განათლების ხედვა და შემდეგ. ანუ ეს რომ გვეგონა ეს არასწორი აღმოჩნდეს, არ ვიცი მე სწორია თუ არასწორი, ჩემთვის ეს იყო აბსოლუტურად საკმარისი, ჩემი მსჯელობა ეს იყო ზუსტად რომ
ქართული ოცნება არის რუსული, ანუ ასე იღუპება ქვეყანა და ეხლა საჭიროა კოალიციური მმართველობა და რაღაცნაირად მოულენეს ადამიანი ხელისუფლებაში და შეთანხმდებიან რაღაცების დაალაგებენ. საზოგადოების უმრავლესობისთვის ასე არ არის, იმიტომ რომ იმისთვის რომ ეს სტატუს კო შეცვალონ, ეს ჩემი აზრია, უბრალოდ მე არ ვარ პოლიტიკოსი, ჩემი დაკვირვება უბრალოდ იმ ადამიანებზე, ვინც ისე რადიკალურად არ არიან განწყობილები, იმ ადამიანებს გულისხმობს არ მოწონთ რეჟიმი, მაგრამ არ არიან ეს რადიკალურად განწყობილები სასტრაფოდ მათ შესვლასთან მიმართებაში, ხო? მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ იმას, ვერც ადრე ახერხებდნენ და ვერც ახლა ახერხებენ, რომ დაანახოს საზოგადოებას ძალა და ამ ძალაში გულისხმობ კომპეტენციას, ექსპერტიზას და იმის უნარს, რომ რომელიმე სფეროზე აიღონ ესეთი პასუხისმგებლობა და თქვან, რომ მე ამას ესე დავალაგებ. ასევე ცხადია პრობლემა ისიც, რომ ერთმანეთს ესხმიან თავს და იმაშიც არ არიან შეჯერებულები, რომ კარგი, მე შენი განათლების ხედვა მომწონს მაგალითად და მე შენ ამაში დაგიჯერებ რა. აი ამას ვერ ხედავენ ურთიერთ თავდასხმას და როდესაც ყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, იმით ინერციით, მაგრამ მაინც ქვეყანა რაღაცად არ ვერ ვითარდება, მაგრამ არსებობს, შიში გაქვს იმის, რომ ვიღაცები, ვინც გამუდმებით ერთმანეთს ესხმიან თავს და თან მარტო იმაზე საუბრობენ, რაც ცუდია ხელისუფლება და თვითონ რაღაცის პერსპექტივას ვერ მაჩვენებენ, რანაირად გადავაბარო ახლა ამას ხელისუფლება აბსოლუტური რაღაცა არასტაბილურობის განცდა აქვს მეორე მხარეს. ვისაუბრებ სამ მთავარ ქვაკუთხედზე და ამ სამი მთავარი ქვაკუთხედის გამაგრება ჭირდება ისეთი ინსტრუმენტების განადგურებით, როგორიც არის მათ შორის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. და უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, საქართველოში არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქართული ოცნებისთვის არის მთავარი გამოწვევა პოლიტიკურ პარტიებთან და მედიასთან ერთად. და მან პირველ რიგში მიადგა მისთვის, ასე ვთქვათ, ყველაზე სუსტ გოლს, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მე ვფიქრობ, რომ მომავალში კლასიკური გაგებით, როგორც ჩვენ გვახსოვს 2000-იანებში ან 90-იანების ბოლოს და ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები, ესეთი კლასიკური გაგებით მომავალში არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში აღარ იქნება. ეს იქნება უფრო, ასე ვთქვათ, თარგეტირებული, ან კონკრეტულ სამიზნეს მორგებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ქართულმა ოცნებამ ჩათვალა, რომ მათი ლიდერების, მათი ორგანიზაციების საქმიანობის ასე ვთქვათ, მოკლე დაფარვიდან გამომდინარე, შეეძლო ადვილად დაემარცხებინა ისინი და გადაწყვიტა რუსული კანონის მიღება. ჩვენ ვნახეთ, რომ 7-8 მარტს საქართველოს მოსახლეობა ამ საკითხს არ უყურებდა მარტო სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. ვინაიდან ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედის დასუსტება და ეს გახლავთ საქართველოს ევროპული გზა და საზოგადოებისთვის ეს ამდაგვარად გახდა ახმადი, ესე აღიქვა საზოგადოებამ და ქართულმა ოცნებამ და რეჟიმმა მიიღო ამას საპასუხო ძალიან მრისხანე და წინააღმდეგობრივი პროტესტი და მათ მოუწიათ უკან დახევა, მაგრამ როცა დაასუსტა სამოქალაქო საზოგადოება, დააშორა სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია ქვეყანაში, ამის შემდეგ მან ხელმეორედ უკვე მომზადებული პროპაგანდით, წინასწარ შექმნილი ინსტრუმენტებით გადაწყვიტა და მათ შორის ხელის გადაგრეხვით, გადაწყვიტა, რომ მიიღო მეორე ჯერზე ის კანონი, რაც ახლა მიიღო. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ემსახურება იმას, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული მომავალს, ასე ვთქვათ, დაუსვას დიდი კითხვის ნიშანი და საბოლოოდ თქვას უარი. რაც მას არ გამოუვა მიუხედავად იმისა, რომ ის თანმიმდევრულია მის ნაბიჯებში. მაგრამ არის მთელი რიგი სისუსტეები, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა და აქტიურმა მოქალაქეებმა, რომლებმაც უნდა შევქმნათ ეს წინააღმდეგობა და ის რუსული კანონი, რომელიც იქნა მიღებული ფარას ან სხვა, ასე ვთქვათ, კანონების სახით, საბოლოო ჯამში უნდა გაუქმდეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაუბრუნდნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. რუსული კანონი არის რეალურად მიმართული იმაზე, რომ საქართველოში არსებული აი ეს ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად უნდა დაასრულებენ კიდევაც იმ ძალიან მნიშვნელოვან როლს, რომლის შესრულებაც არ შეუძლია სახელმწიფოს, საერთოდ მთლიანად გაქრეს. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, იმ სახელმწიფოს, რომელიც რეალურად დღეს ოცნებას მიტაცებული აქვს,
ხდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ იგი ეჭვიანობს იმაზე, რომ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ კარგ საქმეს, რომლის გაკეთება თვითონ არ შეუძლიათ და აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბარი, აქ არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მაგალითად შეიძლება მუშაობდეს ბიომრავალფეროვნებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ სოციალურ პროექტებზე. რა როლიც სინამდვილეში სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. და როგორც კი ასეთი ორგანიზაციები არსებობს, სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები ხვდებიან, რომ შესაძლებელია ცოტა სხვანაირად იცხოვრონ, უკეთესად იცხოვრონ, ვიდრე ისე, როგორც ამას ქართული ოცნება სთავაზობს. რა თქმა უნდა, ეს თავისდაუნებურად, ბუნებრივად წარმოქმნის წინააღმდეგობის სიკერებს, იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ ამ ყველაფერს, ყველა იმ სიკეთეს, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ ევროპული ან თქვათ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციებით, დაფინანსებით წარმოქმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებით. თუნდაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხო, ანუ საქართველოში უნივერსიტეტებში, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი კერა კვლევებისა, კვლევების ძალიან დიდი ნაწილი დაფინანსებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ თუ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მიიღოს და დააყაროს აბსოლუტური კონტროლი თავის მოსახლეობაზე, მან უნდა ჩაახსოვს ყველა შესაძლო არა მარტო ხმა, არამედ ყველა საქმე. და რუსული კანონიც რა თქმა უნდა ამას ემსახურება, მას უნდა რომ საქართველოში საქმე საერთოდ არ გაკეთდეს, ადამიანებმა ვერ გაიგონ თუ რა მნიშვნელობა აქვს ყველა ინდივიდუალურ ინიციატივას და რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ინდივიდუალური წვლილის საშუალებით დაუკავშირდეთ ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, როგორც არის ევროკავშირი და თავად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირიც იყო მონაწილე აი ამ პროცესისა და რა თქმა უნდა, თუ კორუფციაზე დაფუძნებული ქვეყანა არსებობს, მას რა თქმა უნდა არ აწყობს ისეთი რაღაცა, როგორც არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პრინციპში ქვეყანას ეხმარებიან იმისაკენ, რომ იგი გახდეს ევროკავშირის წევრი. საგარეო კურსის ასეთი რადიკალური შეტრიალება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ის თვისებრივად რუსული საბჭოთა ძალაა, ეს არნიშნავს იმას, რომ რაღაც ყველა გადაწყვეტილებას კონკრეტული დავალებებით იღებს კრემლიდან, მაგრამ კახაბენდუქიძეს აქვს კარგი შედარება გაკეთებული, რომ უცნობ ადამიანთან კარგად ხომ გიცეკვიათო და სრულიად შესაძლებელია, რომ არანაირი კავშირი არ გქონდეს. საერთოდ რუსეთთან და ისე ასრულებდე რუსეთის დავალებებს და ისე იყო რუსული, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილიც წითელი ხარის ნაძოვზე ამოსული სარეველაა, როგორც პაოლო იაშვილმა ძალიან კარგად აღნიშნა თავის დროზე. ის არის საბჭოთა მონობაში ატროფირებული ტვინის მქონე რუსი ქართველი და ის უბრალოდ ვერ შეეგუება იმას, რომ ძალაუფლება ერთხელ რომ ხელში ჩაიგდო, ის შეიძლება დემოკრატიულად გაუშვას და როდესაც ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი სასამართლო, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები და შენ ძალაუფლებაში მოდიხარ, იმ ძალაუფლებას აუცილებლად დაკარგავ დემოკრატიული არჩევნების გზით. როცა ძალაუფლების დაკარგვა არ გინდა, მერე უკვე დგამ ასეთ ნაბიჯებს და რუსული კანონი რატომაც მიიღო, რატომაც 28 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო, გაგიკვირდებათ და ზუსტად ეგ განაპირობებს იმასაც, რატომაც თავის ნაშიერებს აი ასე გულმოდგინეთ ჭამს. იმიტომ რომ რუსული ავტოკრატიის ბუნებაა ესეთი, როდესაც წყალი გიყენდება, მერე იწყებ განადგურებას, ყველასი, ვისაც შენი ძალაუფლებისთვის მტრად ხედავ, იწყებ ეჭვიანობას, ანადგურებს საკუთარ პირმშოებს, ასე რომ კი, ანუ ეს ყველაფერი განპირობებულია ბიძინა ივანიშვილის ბუნებით და მისი შეუგუებლობით იმასთან, რომ ევროპულ ცივილიზაციაში ძალაუფლებაში მოდიხარ იმისთვის, რომ ხალხს ემსახურო და შემდეგ ის დაკარგო. და ის არ ეგუება ამას, იმიტომ რომ ის არის თვისებრივად რუსი და ქართველი ხალხის ბუნებრივ მდგომარეობასთან შეუთავსებელი. ამას გარდა ივანიშვილი ქართულ ხალხსაც აღიქვამს, როგორც რუსი აღიქვამს ქართულ ხალხს, ანუ აღიქვამს ისე, რაც როგორი ხატიც ქართველებისგან რუსეთმა შექმნა, მას შემდეგ, რაც ქართველებს სტალინური რეპრესიების შედეგად ტვინი აცალა, 200,000 ქართველი დახვრიტა, გადაასახლა, დააპატიმრა, საზოგადოება გატეხა და შემდეგ შექმნა ისეთი ქართველის ხატი, რომელსაც ივანიშვილი
მევთვლილი ხედავს რეალურად და ასე აღიქვამს ქართველებს და მაგაში ცდება ზუსტად როგორც პუტინის შეცდა უკრაინელ ხალხში, როდესაც ჩათვალა რომ შეიჭრებოდა და იქ აღმოსავლეთ უკრაინელი ქალები, რუსულენოვანი უკრაინელები ჩაიხუტებდნენ გულში რუს სამხედროებს, ზუსტად ესე შეცდა ივანიშვილიც ქართულ ხალხში, როდესაც ზუსტად ესე დაგვინახა როგორც რუსები გვხედავენ კორუმპირებულ მასად, რომელიც გამოც არავინ საერთოდ თავი არ უნდა შეიწუხოს და საერთაშორისო დღის წესრიგიდანაც უნდა გაგვაქროს. ეს თავიდანვე ეწერა პროგრამაში და ეს ყველაზე ნიშანდობლივი იყო, რაც მის რუსობას ხაზს უსვამდა. მე ვთვლი, რომ რეჟიმს თავიდანვე ჰქონდა ხელისუფლებაში მოსვლის დროს კურსის შეცვლა, პირველი წლები სავარაუდოდ იყო ერთგვარად საზოგადოების შემზადების და რუსული პოპულისტური პროპაგანდის ნელ-ნელა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის თავზე მოხვევისთვის განსაზღვრული და ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მაქსიმალურად საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფით მოახვედრონ და დააბრუნონ რუსული გავლენების ორბიტაზე. ეს იკითხება მათ ქმედებებში, ეს იკითხება მათ განცხადებებში და ეს იკითხება იმ დამოკიდებულებაში, რომლითაც ისინი ესაუბრებიან საკუთარ მოქალაქეებს. დასჭირდა იმისთვის, რომ ერთის მხრივ შეექმნა ეგრეთ წოდებული რუსული კალკით ნაკარნახევი ქართული პოლიტიკური ელიტის ახალი ფენა, რომელსაც ექნებოდა ყველაფერი საზოგადოების, გაღარიბების, გაყატაკების ხარჯზე და ფასი, რომელსაც დღეს იხდიან ეს ადამიანები, რომლებიც არიან რუსული კანონის შემოქმედები და ხელმომწერები, ადამიანები, რომლებიც ძალადობენ საკუთარ მოქალაქეებზე, ამის სამაგიეროდ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ ფასს იხდის და ეს ელიტები ამის ხარჯზე მდიდრდებიან. მათ არ აქვთ არანაირი უხერხულობა, ისინი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ და რეალურად მთავარი ამოცანაც ის იყო, რომ მთელი ქვეყანა, მისი საზოგადოებრივი სიკეთეები მოხმარებოდა ერთ კონკრეტულ გუნდს, რუსეთთან დაახლოებულ გუნდს, რომლებსაც ექნებოდა ყველაფერი, ხოლო ქართულ საზოგადოებას ექნებოდა არაფერი. ამიტომაც მე ვთვლი, რომ მარტივი ფორმულაა, კარგად აპრობირებული როგორც რუსეთში, ასევე ბელორუსში და სხვა დიქტატორულ რეჟიმებში, თუმცა რამდენად იქნება ეს ფორმულა და ეს მოდელი წარმატებული საქართველოში, ეს რთულად სათქმელია. თავარი მე მაინც ფიქრობ, რომ ძალაუფლების და კეთილდღეობის შენარჩუნება რეჟიმისთვის, რეჟიმის ელიტისთვის, ეს არის პირველი და უმთავრესი ამოცანა ჩემი აზრით, რაც არის მამოძრავებელი, თუმცა აქ ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური ცვლილებაც, რომელიც აშკარაა და რომელიც უკვე თვალსაჩინო გახდა ყველასთვის პრაქტიკულად, ну, ისაც ამის დანახვა უნდა, ეს უბრალოდ უკავშირდება იმ პროცესს, რომელშიც გარკვეულად შევიდა რეჟიმი. არ გულისხმობ იმას, რომ მათ სენტიმენტები თავიდანვე არ ჰქონდათ, ეს შეიძლება იყო კიდევაც ეს სენტიმენტები მათი რუსული ესე ვთქვათ სიმპათიები რუსული პოლიტიკის და რუსული გავლენების ქვეშ ყოფნის, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი მაშინ იწყება მნიშვნელოვნად ამის ტრანსფორმაცია, როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათი ძალაუფლება არის საფრთხის ქვეშ და ძალაუფლების საფრთხის ქვეშ ისინი იწყებენ ასე ვთქვათ რეალურად ცვლილებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ატრიალებენ თავის ასე ვთქვათ პოლიტიკურ გზას უკვე რუსეთის მიმართულებით, იქ სადაც პრაქტიკულად არანაირი წინაპირობა, არანაირი ვალდებულებები გარკვეული შიდა სახელმწიფო რეფორმების ან დემოკრატიული რეფორმების არ არის და პრაქტიკულად ჩნდება ესე ვთქვათ გარკვეული ფრთის ქვეშ ყოფნის და გარკვეული კომფორტის ზონის შექმნის შესაძლებლობა და მაგრამ თუ ეს პირველ წლებში ვთქვათ 2019, 20, 21 წლებში ჯერ კიდევ შეფარულად მიმდინარეობდა და რაც გარკვეული რეფორმების ესე ვთქვათ სიმულაცია სახელმწიფო სტრუქტურებში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა უკვე რუსეთის უკრაინას შეჭრის მერე ეს ყველაფერი ძალიან მკაფიო გახდა, ძალიან აშკარა გახდა და მათ უკვე აშკარად გააკეთეს უკვე გეოპოლიტიკური არჩევანიც და ფინანსურიც ესე ვთქვათ რესურსების და მატერიალური რესურსების მოზიდვისთვის მათ აირჩიეს რომ რუსეთთან თანამშრომლობა ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და ჩვენ ხედავთ რომ მას მერე უზარმაზარი ფინანსური ესე ვთქვათ ტალღა არის შავი ფულის თუ არალეგალური ფულის სანქცირებული ფულის საქართველოში და ხედავთ რომ რაღაც საკმაოდ დიდი ნახტომით იზრდება ის კეთილდღეობა და შესაძლებლობები რომელიც გააჩნია
უკვე ქართულ ოცნებას დღევანდელ მოწმობებში, რაც პრინციპში შეიძლება ვერ შევადაროთ იმ პერიოდს, რომელიც შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყო როგორც პრორუსული პერიოდი ქართული ოცნების. ეხლა რუსული კანონის შემოტანა, განსაკუთრებით 2023-ში, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პირველი მკაფიო ნაბიჯი იყო იმ ახალ ნარატივზე და იმ ახალ მოდელზე გადასვლის კუთხით, რომელიც უკვე აპრობირებულია თავად რუსეთში, ასევე სხვა პრორუსულ სახელმწიფოებში. იმისთვის რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ამისთვის დაგვჭირდა მრავალათასიანი დემონსტრაციის მოწყობა. არაერთი. ხო, თორე რეალურად ესენი განაცხადის შეპირდანასაც არაპირებდნენ და მახსოვს როგორი დაღურემილი სახით კობახიძე ღარიბაშვილი გამოვიდა და აკეთა განცხადება, რომ აი შეგვაქვს. სხვა გზა არ ქონდა. და ის ხელმოწერის ფოტოს მახსოვს ძალიან დაღურემილი თავზე რო ედგა. მან უკვე ძალიან შეჯამება პროცესი. გეპატიჟებოდნენ და აი ამათვის ეს იყო ტრაგედია, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც დავალებული ქონდათ. გავრილოს ღამე ზართულია რომ მიხვდა რა მოხდა და თუ გავიხსენებთ მაშინაც კობახიძე იყო ინიციატორი რომ გავრილოვი ჩასვა სავარძელში და 28-შიც კობახიძის გამოსვლა იყო და ეხა დაპატიმრებების სამანამდე მე გაუშვეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და მე ისევ დააწინაურეს. ხო, მაშინ ყველაფერი დაბრალდა კობახიძეს როგორც მის პირად ინიციატივას. ამასაც არ გამოურიცხავ, ისეთი ადამიანია და იმდენად ქონდა მას სურვილი ეჩვენებინა ვაი რაღაცა ერთ სიმბოლურად გადაეცა ეს ქვეყანა იმ დიდი რაღაცა ძმის წარმომადგენელისთვის, რომ შეიძლება მართლა ადამიანურმა რაღაცა ჟინმა აიტანა და ეს თავისი ინიციატივად გააკეთა მართლა. და მე მაგას მოყვა რუსული კანონი და გაიწვეს უკან ისევ რა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო პრინციპში. მანამდე აი ეს სანამ დაიწყებოდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თითქოს ყველა ბრძოლა მოვიგეთ, ესე ჩანდა რა. ანუ ყველაფერი რაზეც გავაპროტესტეთ, შედეგი მივიღეთ და ეს ჩვენ გვიქმნიდა რაღაცნაირ თვითაჯერებულობას. და ყალბ ილუზიას, რომ ჩვენ კიდევ ჩვენ ვაკონტროლებთ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. ერთი რაც უნდა ვიცოდეთ, თანამედროვე ავტორიტარულ რეჟიმებს ეშინია არჩევნებს. უნდა ვთქვათ, რომ განსხვავებით 80-იანი, 70-იანი წლების ავტორიტარული რეჟიმებისა, 21 საუკუნეში ავტორიტარებს არჩევნების ეშინიათ, ვინაიდან მათ იციან რა არის საზოგადოების განწყობა. ხოლო არჩევნები მათთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური ბუნებისა, ლეგიტიმაციის საშუალებაა. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩაგრავენ მოწინააღმდეგეებს, საკუთარ ოპონენტებს, კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, ისინი მაინც უფრთხიან არჩევნებს. აქედან გამომდინარე, არჩევნები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. და ივანიშვილის რეჟიმი მე ღრმად ვარ დარწმუნებული, დამარცხდება არჩევნების გზით, ოღონდ იმ არჩევნებით, რომელიც იქნება მეტნაკლებად სამართლიანი და გამოიწვევს საზოგადოების ყველა ჯგუფის და საზოგადოების თითქმის ყველა წევრის ჩართულობას. რაც შეეხება 24 წლის არჩევნებს. 24 წლის არჩევნებზე პირველად გახდა საზოგადოებაში აღქმა იმისა, გაჩნდა, იმიტომ რომ მათ შორის ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლებების პირობებში იდეალური არჩევნები არ ჩატარებულა, მაგრამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ერთმნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საზოგადოების განწყობისა. ანუ საზოგადოებას არაურჩევია ქართული ოცნება და ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებად გამოაცხადა თავი. აქედან გამომდინარე იყო ის პროტესტი და არის ის პროტესტი და წინააღმდეგობა, რა პროტესტი და წინააღმდეგობაც არსებობს. 4 ოქტომბრის არჩევნები ვერ გადაწყვეტდა სამართლიანობის ვერანაირ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებდა, სამართლიანი არჩევნების ვერანაირ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებდა, ასევე 4 ოქტომბერი ვერ შეცვლიდა იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რომელშიც რეჟიმმა ჩვენ შეგვიყვანა. აქედან გამომდინარე ის, რაც საზოგადოებას და პროტესტს აქვს მოთხოვნა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არის ობიექტურის და ჯანსაღის, ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. არჩევნები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი 21 საუკუნეში ავტორიტარებთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ქონდა, ექნება. თუმცა არჩევნები არის პროცესი, სადაც ადამიანები მონაწილეობენ რაღაცა გარკვეული წესების დაცვით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წესები იყოს დაცული. ხოლო ის არჩევნები, რომელიც ჩვენ ვიხელეთ პირველ რიგში უახლოესი არჩევნები
4 ოქტომბრის არჩევნები ეს აშკარა ფარსი იყო. მით უმეტეს, როდესაც თქვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გვექნება საუბარი, იქ გამოჩნდა ყველა შესაძლებელი ხარვეზი, რომ და ამავდროულად გაყალბება, რომელიც შეიძლებოდა და გააკეთა კიდევაც ქართულმა ოცნებამ და გამოჩნდა აუცილებელი ეს კონტური იმისა, რომ ამგვარად არჩევნების ჩატარებას აზრი ნამდვილად არ აქვს და არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, როდესაც შესაძლებელია კონტროლი. რაც შეეხება იმას, რომ თქვათ, რა შეიძლება და რის იმედი უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გქონდეს ახალი არჩევნების იმედი. ჩვენ ვხედავთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, რომ არჩევნები სულ რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული ვითომ მოგებული არჩევნები, რომელიც ხელში უჭირავს საქართველოს ხელისუფლების უზურპატორ ქართულ ოცნებას არ არის არავისგან აღიარებული და დღეს როგორი ავტორიტარული ან თუნდაც დიქტატორული ქვეყანაც არ უნდა არსებობდეს მთელი მსოფლიოს განმავლობაში არჩევნების გარეშე მისი ლეგიტიმაცია არ არსებობს და ჩვენ ვხედავთ რომ ეს წაგებული ეს გაყალბებული არჩევნები ერთის მხრივ არის ვითომ მათი გამარჯვება მაგრამ ამავდროულად ქართული ოცნების წყევლაც იმიტომ რომ ისინი დადიან კარდაკარ ეხვეწებიან ხანდახან არიან გაბრაზებულები იქცევიან არასრულწლოვნებივით უნდა ითქვას და მოითხოვენ რომ უღიარონ არჩევნები ისინი მიიღებენ არჩევნებს აუცილებლად და ჩვენც მივიღებთ არჩევნებს ისინი მიიღებენ იმ აღიარებას რომელიც მათი დამარცხება იქნება სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი პოლიტიკური ინსტრუმენტი იმიტომ რომ არსად არ ხდება იმდენი ადამიანის მობილიზაცია, იმდენი ამორჩევლის მობილიზაცია არც ერთ პოლიტიკურ აქციაზე, არც ერთ ქუჩაში, რამდენიც ხდება არჩევნებში. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არჩევნები მოიგო და ან თქვათ სამართლიანი იყოს, არამედ იმიტომ, რომ ხალხის მობილიზაცია მოახდინოს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კრიტიკულად, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი მაშინვე დასაბამიდანვე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერმა არჩევნებს აზრი არ აქვს შულერთან სათამაშოდ არ ხდებიან. აი ესეთი პოზიციის გამოხატვა დაიწყო 2013 წლიდანვე და ჩვენ დიდი დაპირისპირება გქონდა ამასთან, იმიტომ რომ იმისთვის რომ ადამიანი არჩევნებზე გავიდეს, მას უნდა ქონდეს ამ არჩევნების რწმენა და რომც წაართვან არჩევანი რწმენა უნდა რწმენას უნდა შეეხონ, მის რწმენას უნდა შეეხონ, არჩევანი უნდა წაართვან. იმისთვის რომ მერე შემდეგ ამას სხვა ტიპის ცვლილება მოყვეს, რევოლუციური ცვლილება მოყვეს და ამიტომ ჩემი აზრით არჩევნების გაბაიბურებამ ძალიან შეგვიშალა ხელი ჩვენ ივანიშვილთან ბრძოლაში. თუმცა კიდევ ერთხელ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი და ის ინსტრუმენტი მუშაობს მაშინ, როდესაც ხალხს ჯერა არჩევნების. როდესაც ხალხს არ შეჯერა არჩევნების, მაშინ ასეთ არჩევნებში ხალხს ვერც გაიყვან და ვერც мотиваციას ვერ გაუკეთებ. ამას გარდა არჩევნები რო ტარდებოდეს, ამ არჩევანის დაცვის შესაძლებლობა უნდა გქონდეს და იქ სადაც არ არსებობს სასამართლო, სადაც არ არსებობს ინსტიტუტები, სადაც არ არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ყველაფერი ერთი კაცის ნებას ექვემდებარება, იქ მე უკვე არც არჩევნები არსებობს და მე მჯერა არჩევნების, რასაკვირველია ცვლილება ისევ არჩევნებით მოხდება, ოღონდ მხოლოდ თავისუფალი არჩევნების და იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევნები მივიღოთ, ვითარება ჯერ ქუჩაში უნდა გადატყდეს და იგივეს ვიზიარებდი ზუსტად 24 წლის არჩევნების წინაც, როდესაც საპროტესტო აქციები არჩევნებამდე შეწყდა. 24 წლის არჩევნებს მოვიგებდით მაშინ თუ ვითარება ივანიშვილის თქვათ პრიმატი გატეხილი გვექნებოდა არჩევნებამდე და ახლაც ზუსტად ასე ვხედავ თავისუფალ არჩევნებს აუცილებლად მივიღებთ, ოღონდ მივიღებთ მას შემდეგ, რაც ქუჩიდან გადავტეხავთ ივანიშვილს. დღევანდელი გარემოებების გათვალისწინებით არ მგონია, რომ არსებული CSKO-ს ადმინისტრაციით, არსებული რეგულაციებით კონდეს ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, ყველა ის მოსაზრება თუ ილუზია ერთგვარი, რომელიც შეიძლება შეუქმნას ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო წინააღმდეგობის ფონზეც კი ამ კაბალური კანონმდებლობის პირობებში ჩვენ შევძლებთ დიქტატორული რეჟიმის დამარცხებას, მე ძნელად წარმომიდგენია. რა უნდა გაკეთდეს? ალბათ პირველ რიგში ის, რომ წინააღმდეგობის მთავარი ამოცანა და მიზანი ალბათ უნდა იყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუციებთან
მუშაობა არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც, მაგრამ მეორე მხრივ იძულება რეჟიმის სხვადასხვა ფორმებით და საშუალებებით და ეს ძალიან კარგად იციან დასავლეთში, რომ რეჟიმი წამოვიდეს დათმობაზე და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და შესაბამისი საარჩევნო ნორმალური გარემო შექმნას. მაგრამ ამავდროულად წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არჩევნებამდე მივიდეთ ძალიან კარგად ინფორმირებულები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიული ლანდშაფტის შესახებაც და ასეთ დროს პოლიტიკურ პარტიებს მართებთ, რომ იყვნენ უფრო მეტად თანმიმდევრულები, მოიპოვონ და დაიმსახურონ ჩვენი მოქალაქეების ნდობა და მხოლოდ ამის შემდეგ პირადად მიმაჩნია, რომ ნორმალურ საარჩევნო პირობებში ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ რეჟიმის შეცვლას, არამედ ისეთი ხელისუფლებისთვის და ისეთი პოლიტიკური გუნდისთვის ან გუნდებისთვის ქვეყნის მართვის სადავეების გადაბარებას, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ ქვეყანა ამოიყვანონ ამ რთული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან. დემოკრატიულ სახელმწიფოში, ვთქვათ, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი ცვლილებების განსახორციელებლად, არამედ ავტორიტარისტთან ბრძოლაშიც საბოლოო ჯამში არჩევნები რჩება მნიშვნელოვან იარაღად, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული. ოღონდ განსხვავება ამ შემთხვევაში არის ის, რომ დემოკრატიაში თუ ეს არის უბრალოდ ზეიმი დემოკრატიის და საზოგადოება გამოდის და ჩვეულებრივ ნორმალურ მშვიდ გარემოში აძლევს ხმას და ამა თუ იმ პარტიას და შესაბამისად მათი პრეფერენციების მიხედვით იცვლება ან ყალიბდება ახალი მთავრობა, რეჟიმის პირობებში ეს არის ცოტა განსხვავებული და ვეცდები ახსნა რა მხრივ. არჩევნებს როგორც ესეთი რეჟიმის ვთქვათ ავტორიტარიზმის პირობებში ვერ ჩაატარებ თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში, ეს ბუნებრივია და ეს მოცემულობაა, თუმცა არჩევნები შეიძლება და უნდა გახდეს პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაციის, საზოგადოების მობილიზაციის ინსტრუმენტი და არჩევნებში თუ მივდივართ, ასე ვთქვათ, მორალურად გაძლიერებულები, უფრო კონსოლიდირებულები და რაც თავარია რეჟიმი მორალურად დამარცხებული ყავს არჩევნების წინა პირობებში, წინა პერიოდში, მაშინ არჩევნებს მართლაც აქვს აზრი და ამ შემთხვევაში ხდება უკვე საარჩევნო პროცესში ამ გამარჯვების გაფორმება, ხო? თუ ისეთ შემთხვევაში, სადაც უკვე დაგსაქსულია, ფრაგმენტირებულია ოპოზიცია და შესაბამისად არანაირი რესურსი გამარჯვების არ ჩანს და არ ასხივებს არანაირ ძალას, საზოგადოების ხარდაჭერას შესაბამისად შეიძლება ნაკლები კონდეს, მათი აქტივობა უფრო ნაკლები იქნება და ესეთ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი, ვთქვათ, შესაძლებლობებს სათავისოდ იყენებს ნებისმიერი რეჟიმი. მე ვფიქრობ, რომ ძირითად შემთხვევაში და ისტორია ამას აჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებში რეჟიმები მაინც საარჩევნო გზით დამარცხდა და სწორედ ისე, რომ არჩევნებამდე დამარცხებული რეჟიმი საბოლოო ჯამში აფორმებს ამ ასე ვთქვათ დამარცხებას და აღიარებს, იმიტომ რომ საზოგადოების ფართო მასების წინააღმდეგ ძალიან უჭირს ნებისმიერ რეჟიმს წასვლა, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ არჩევნები უნდა იყოს ათვლის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ზუსტადაც რომ დღეს იქნება რიგარეშე თუ 28-ში მორიგი არჩევნები, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება უნდა ემზადოს იმის, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რაღაცა ფორმით, რაღაცა კონსოლიდაცია ჩვენი რესურსების და ძალების აუცილებელია და გავაფორმოთ გამარჯვება არჩევნების დღემდე და არჩევნებში მერე საბოლოო ჯამში ეს უკვე ფორმალურად იქნება ასახული. მე ვფიქრობ, ეს გზა არის. თუნდაც ამ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყავდა კიდევ ერთხელ ესეთი კონსოლიდაციის პირობებში, სადაც მასობრივი წინააღმდეგობა საზოგადოების რეჟიმის მიმართ და ეს არჩევნებში არ აისახა ოფიციალურ შედეგებში, მაშინ ხდება უფრო ფართო და უფრო საშიში პროტესტი, რომელიც ასევე ლეგიტიმურია და რომელიც შეიძლება რევოლუციის სახე მიიღოს და ეს იქნება ძალიან კონსტიტუციური ფორმა. ამიტომაც ამ ორი პოლიტიკური პროცესის თამაში და ერთ სტრატეგიაში მოქცევით, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შეიძლება და ეს არის ერთადერთი გზა. რაცაც არ ვეთანხმები, ერთი მესიჯი იყო ის, რომ აი ჩვენ სულ ვშევთხოვო, რომ ვინ უნდა ჩაატაროს ახლა არჩევნები და როგორ უნდა ჩაატარდეს ამათ პირობებში არჩევნები, ხო? ერთ-ერთი პოლიტიკოსის აქცენტი იყო იმაზე, რომ არსებული ადმინისტრაციის პირობებში ეს ვერ მოხდება. მე ძალიან არ მინდა, რომ არსებულ ადმინისტრაციას რამე აზრი მივანიჭოთ, რა, მაგალითად, გიორგი კალანდარიშვილი არაფერს არ წარმოადგენს, ხო? გიორგი კალანდარიშვილი არის ტექნიკურად ადმინისტრებას აკეთებს არჩევნების და მისი ყველა თანამშრომელი და ისინი ჩაატარებენ ისეთ არჩევნებს,
როგორ არჩევნებსაც დაუკვეთავს მას ის ვინც არის ძალაუფლებაში. ანუ ცესკოში ადამიანების გამოცვლა არ მგონია რომ არის ჩვენი მიზანი, არამედ დაკვეთა იმის, იქამდე მიყვანა რეჟიმის რომ ჩატარდეს არჩევნები და რაც მე დამაკლდა პოლიტიკოსების მსჯელობაში, აი ეს ლოგიკური ხაზია, რომ ჩვენ ქუჩაში კი არა, ზოგადად როგორ ვასუსტებთ რეჟიმს ისე რომ ჩატიძულებული იყოს რომ ჩატარდეს არჩევნები, თორე ის რომ უნდა გაფორმდეს ჩვენი გამარჯვება არჩევნების გზით ეს არის მეგონი ყველასთვის ძალიან ცხადი და ის რომ უნდა დავასუსტოს რეჟიმი იქამდე რომ აუცილებლად მოუწიოს მან ჩვენი პირობებით, ან ჩვენი პირობებით კი არა, სამართლიანი პირობებით, სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნების ჩანიშნა, აი ეს ხედვა მაკლია ყოველთვის მათ მსჯელობაში და არა ის რომ რა თქმა უნდა არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს ქვეყანა ამას იმსახურებს, აქამდე ჩვენ ვცვლიდით აქ ამის გამოცდილება რომ შევცვალეთ ხელისუფლება არჩევნების გზით, ეს არის საქართველოს დემოკრატიულობის ნიშანი, ხო, და ძალიან მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მოხდეს ეს ხედვა ვფიქრობ რომ ჯერჯერობით არ აქვთ მოკლედ. გამარჯვების ფორმულა არის ეს, როგორ მივიყვანოთ რეჟიმი იქამდე, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. რაც მე მგონი არჩევნებთან დაკავშირებით პრინციპში ყველაფერი თქვა, ის რომ ჩვენ უნდა წინასწარ ყოფილიყავით 24-ის არჩევნების დროსაც უკვე წინასწარი გამარჯვება უნდა ქონოდა მოპოვებული არჩევნებამდე, რომ ეს არჩევნები ვთქვათ ამ დოზით დაშინების ფონზე არ წასულიყო, იმიტომ რომ როდესაც დიდმა საზოგადოებამ იცის, რომ ეს გარდატეხა უკვე მომხდარია, შესაბამისად უარსაც ამბობს იმ რეპრესიებზე, რასაც მაგალითად, ჩემი აზრით, ის პროტესტები, რაც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, არ უნდა გაჩერებულიყო და უნდა გაგრძელებულიყო არჩევნების მომენტამდე. და მაგის გაჩერება ჩემი აზრით შეცდომა იყო. მეორე საკითხია, რასაც დიმა ამბობს, რომ არჩევნები შეიძლება იყოს გამოყენებული, ჩვეულებრივ თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში, როგორც მარტივად არჩევნების გზით მოდის ახალი მთავრობა, ან ახალი პარტიები და მეორე ასევე ის, რომ შენ როდესაც მიდიხარ აძლევხმას და გიყალბებენ არჩევნებს, ეს შეიძლება გახდეს მერე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის მიზეზი. და ამაშიც ვეთანხმები და ეს მომხდარა ჩვენს უახლოეს წარსულში კონკრეტულად თქვათ ვარდების რევოლუციამდე. ამიტომ რა ვიცი, იქ ყველაფერს ვეთანხმები, ის რომ თავისუფალი უნდა იყოს არჩევნები და გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი, ეს არის აუცილებელი და ის რომ ლელო მაგალითად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომელიც თავიდანვე იყო წაგებული, იყო ძალიან დიდი შეცდომა და ჩემი აზრით, თუ ვთქვათ ლელოს უნდა რომ გააგრძელოს მომავალში საერთოდ პოლიტიკურ ველზე ყოფნა, ეს უნდა აღიაროს რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ჩემი აზრით პროცესიც დააზიანა. რაზეც არის ლაპარაკის ამ პოლიტიკოსებმა დღევანდელ მოცემულობაში რაშრობით. წინა ჩატარებულ არჩევნებზე მონაწილეობა არ მონაწილეობა სწორი იყო თუ შეცდომა იყო. ხვალე რო დანიშნოს ვიძინამ არჩევნები რაშრობით ღებულობთ მონაწილეობას, ხო, თუ არა. მე მინდა ამ პოლიტიკოსებისგან დავინახო პრაქტიკული ნაბიჯები. პრაქტიკული მზაობა და წინასწარ განჭვრეტა რაღაცეების. არ მინდა ეს ზოგადი შაბლონური ფრაზები, არ მინდა ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებები. თუ ის არის პოლიტიკოსი, ის უფრო მეტად გათვითცნობიერებულია პოლიტიკურ მექანიზმებზე, ვიდრე მე და უფრო მეტად აქვს ინფორმაცია ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებზე და რა არის მომავალში, რა იქნება უმჯობესი, რა იქნება უარესი, ხო? მე ლაპარაკობს პრაქტიკულ საკითხებზე. მე ლაპარაკობს როგორ ემზადება. მაინც აზრი არ აქვს დამალოს, ხო? იმას ვერ დაუმალავს, იმათის ინფორმაცია ისედაც ექნება. მე ლაპარაკოს, რას ვაკეთებთ 1 წლის მერე, 1 თვის მერე, მე მინდა მათგან პრაქტიკული მხარდაჭერა, თორე ქუჩაში ისედაც ვდგევარ. და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღო, ისედაც ვიცი. დამანახონ რეალური საშუალებები, რეალური ხელშესახები, რაღაცეები, რითიც მე შევძლებ, რომ წინააღმდეგობა გავუწევ უკეთეს. ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების როლი არის გარდამტეხი და იქნება გარდამტეხი, თუ საზოგადოების ნაწილი აღიქვავს, რომ ახლა პოლიტიკური ოპოზიცია ან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები არიან სუსტები. ზოგადად სუსტებს არ აუქმებენ, სუსტებს არ კრძალავენ, სუსტებს არ იჭერენ, ეს ყველა რეჟიმის პირობებში ესეა.
მნიშვნელოვანია ერთი რამ ვიცოდეთ, რომ მეტი კოორდინაცია, თანმიმდევრულობა და მეტი თანამშრომლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა გქონდეს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პროცესში ამ თანამშრომლობას უყურებენ არა როგორც რაღაცა თანამშრომლობას იმისათვის, რომ შემდეგ შეიქმნას ერთობა, არამედ ამ თანამშრომლობას უყურებენ იმისათვის, რომ შემდეგ ამ თანამშრომლობის ერთობამ შექმნას ძალა, რომელიც დაახევინებს რეჟიმს უკან. ეს არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური პარტიის ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა იმ პირობებში, როდესაც არის საჯელასულების დაწესებულებებში უკანონოდ, ამ ციხეში უკანონობრალით და ასევე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიტიკური პარტიები ალბათ და ყოველ შემთხვევაში დაანონსებულია აიკრძალება ქართული ოცნების მიერ. ეს ყველაფერი ხაზგასმით ამბობს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს ექნება გადამწყვეტი როლი. არის კი ახლა ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები ეფექტურები და მათი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები საზოგადოების კონსოლიდაციისკენ გადადგმული. შეიძლება არ იყოს, მაგრამ აქ არის მთავარი გამოწვევა. თუ რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა პარტიებმა. პირველ რიგში პოლიტიკურმა პარტიებმა პროტესტს ხელი უნდა შეუწყოს და დაიცვას რუსთაველის პროტესტი როგორც თავისუფლების კერა. მეორე, პერიოდულად უნდა გამართოს მრავალრიცხოვანი აქციები, რასაც პროდასავლური ეროვნული ძალები ისედაც ვაკეთებთ და ამას გაკეთებას გავაგზავნებთ სანამ ბოლო ადამიანამდე ბიძინა ივანიშვილი არ გადაწყვეტს რომ დააკავოს პოლიტიკოსები და დაიჭიროს უკანონოდ. მესამე რაც მნიშვნელოვანია ის რომ პროტესტი გახდეს მრავალფეროვანი და რუსთაველზე რა თქმა უნდა ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია უწყვეტობა ამ პროტესტის და მიუხედავად ყველაფრისა ერთი ადამიანიც კი რომ იდგეს რუსთაველის გამზირზე ეს პროტესტი ჩაითვლება უწყვეტ პროტესტად. მნიშვნელოვანია რომ პროტესტი იყოს მრავალფეროვანი. ამ მრავალფეროვანობაში მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ თბილისში და მათ შორის თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გავშალოთ წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, არეალი, რაც პოლიტიკურ პარტიებს შეუძლია. და მეოთხე და ასევე აუცილებელი არის ის, რომ ჩვენ შევქმნათ კოორდინაცია და ვიყოთ ორგანიზებულები და ვიყოთ მომზადებულები იმ კრიზისების დროს, როდესაც რა პერიოდშიც ქართული ოცნება კრიზისებში იმყოფება ხოლმე. ყოველთვის ქართული ოცნების მიერ გადადგმულ კრიზისულ ან ასე ვთქვათ პრობლემურ ნაბიჯებს ოპოზიცია მომზადებული ვერ შეხვდა. ახლა აუცილებელია ჩვენ ყოველი შესაძლო ესეთი ნაბიჯის შემდეგ ვიყოთ მომზადებულები, რათა ქართულმა ოცნებამ და რეჟიმმა საბოლოო ჯამში უკან დაიხიოს, რაც ამავდროულად მისი ჩამოშლის საფუძველი გახდება. პოლიტიკური პარტიების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ისინი შეასრულებენ ამ როლს ისე როგორც მათ უნდა შეასრულონ. რაც რეალურ, წაიკითხავენ სიტუაციას, ასე ვთქვათ, ადეკვატურად. რა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისათვის და დღეს, როდესაც ვართ იმ მოცემულობაში, რომ პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, ჩვენ უნდა მივხვდეთ, ან მაგალითად ძალიან დიდ ბარიერებს უკეთებენ, ვთქვათ, ახალი პოლიტიკური ძალების დაფუძნება და ასე შემდეგ საკმაოდ გართულებულია. უნდა ითქვას, რომ შეიძლება ეს გარკვეული ნიშანი იყოს თავად პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან. მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ისინი უკვე ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ. ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების თავარი ამოცანა და ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად მიხვდეს ძალიან კონკრეტული ჯგუფების, კონკრეტული საზოგადოებრივი გაერთიანებების, საზოგადოების მოთხოვნილებების ზუსტ სურვილებს, მათ სურვილებს და დაადგინოს დღეს და აი აქ და ახლა რა სურვილები აქვს, ეს ერთი, მეორეს მხრივ მან უნდა მოახერხოს თვითონ საზოგადოების წევრების მომავალზე ორიენტირება, აუხსნას მათ და უთხრას თუ მომავალში რა დაემართებათ მათ. დღეს რა პრობლემების წინაშე დგას, ეს ერთი ამოცანაა თავად პოლიტიკური პარტიებისა, რომ კარგად აუხსნას საზოგადოებას. მეორე ამოცანაა რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ხვალ ზეგ და რამდენიმე წლის შემდეგ, თუ კი ასე განვითარდება მოვლენები, როგორც ეს ქართულ ოცნებას აქვს ჩაფიქრებული. მე მგონია, რომ პოლიტიკური პარტიების უმთავრესი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მან რაც შეიძლება მეტ ხალხთან მოახერხოს კომუნიკაცია. ეს ერთის მხრივ არის თავისთავად რუსთაველის პროსპექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსთაველის პროსპექტის საზოგადოება თავისთავად ძალიან პოლიტიკურია და ბევრ რამეში არის გარკვეული, საკმაოდ, მაგრამ მან უნდა მოახერხოს, რომ ეს ამ პროტესტის მიზეზები და ამ ხალხის ბრძოლის მიზანი უკეთესად მიიტანოს
როგორც რეგიონებში, ასევე თუნდაც თბილისის ნებისმიერ რაიონში, ყოველ ეზოში და ყოველ სახლში. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის არარსებობა ქმნის იმ საფრთხეს, რომ საბოლოოდ მოქალაქეები შეიძლება შეეგუონ იმ პრობლემებს, რომლებშიც მათ მოუწევთ ცხოვრება და ის ნიჰილიზმის საფრთხე, რომელიც არსებობს საქართველოში და გარკვეულწილად ჩვენ შეიძლება ეს ნიშნები აღმოვაჩინოთ, რაღაცნაირად აღმოფხვრათ უჩვენოთ მათ ბრძოლის გზები და ბრძოლის გზები არის ძალიან ბევრი, ეფექტური და შესაძლებელი. თუ ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენი სახლი არის დასავლური ცივილიზაცია და მივისწრაფით ევროპისკენ და თუ კითხვა აღარ ესმის ამას იმდენჯერ უპასუხა ქართულმა ხალხმა ძალიან გამოთქმით ამ კითხვას, მაშინ ჩვენ უნდა ვაფუძნებდეთ წარმომადგენლობით დემოკრატიას და წარმომადგენლობით დემოკრატიაში პარტიების როლი არის შეუცვლელი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკნინებს პარტიების როლს დემოკრატიულ პროცესში, ნებით თუ უნებლიეთ ეწინააღმდეგება ქართველების ევროპულ გზას. იმიტომ რომ პარტიების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული ცვლილება. ცალკე საკითხია ის, რომ არსებული პარტიების მიმართ ფრუსტრაცია იმდენად დიდია, რომ აი ამ ჭეშმარიტების უარყოფა ხდება და ამ ფრუსტრაციასაც აქვს თავისი მიზეზები. იმიტომ რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა წარსულს ვებრძვით არა მხოლოდ სახელმწიფო სისტემის მოწყობაში, არამედ პარტიული სისტემების მოწყობაშიც და ჩვენი პარტიები, მათ შორის საბჭოთა გავლენით, იყო ერთი კაცის პრიმატზე, ერთი კაცის ნებაზე აგებული და ამომრჩეველი რაღაცნაირად პროცესს მიღმა იყო თითქოს დარჩენილი და ჩვენ ვხედავდით განსაკუთრებულად აი ამას ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გამარჯვების მოდელი, იმას ჰქონდა ეს რაღაც გამარჯვებული სისტემა, სადაც ისწყვეტდა ვინ იყოს ქვეყნის პრემიერი და არავინ სხვა, ვინ იყოს იქ ჯანდაცვის მინისტრი და მისი პირადი, პირადი ექიმი, პირადი დაცვის წევრი და ესენი დანიშნა, ხო, თავიდან ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ და ოპოზიციურ პარტიებზეც ამან გავლენა მოახდინა და ძალიან დიდი ხანი ოპოზიციამ ბრძოლა გაატარა რეალურად პიროვნების კულტის გარშემო და პიროვნების კულტთან ბრძოლაში. ჩემი აზრით, ახლა ვითარება იცვლება, იმიტომ რომ იმდენად გაძლიერებულია ქუჩიდან დაკვეთა და იმდენად მძლავრია ის სტიმული, რასაც თქვათ პროტესტი და ქუჩის პროცესი პარტიებს აძლევს, რომ გადალაგება ხდება, სისტემური გადატვირთვა ხდება პარტიებში და ახალი პარტიებიც, რომლებიც წარმოიქმნება, ამ ენერგიით ქვემოდან ზემოთ ენერგიით წარმოიქმნება. ეხლა ამ ქვემოდან ზემოთ შეიძლება ბევრი ადამიანი იძახდეს, აგერ სააკაშვილიც ამბობდა ამას და ხაზარაძეც ამბობდა ამას, მაგრამ ქმედებაში არაფერი არ შეუცვლიათ. ქვემოდან ზემოთ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში არის მისი ამორჩეველი, მისი ხალხი წარმოადგენს მათ ინტერესებს და ეს ხალხი ჩართულია მის მიერ წარმოებულ პოლიტიკურ პროცესში, ირჩევს ლიდერშიპს, იღებს გარკვეულწილად ამ პარტიის გადაწყვეტილებებშიც მუშაობას, რომ სინქრონში მუშაობდეს პარტია და მისი ამორჩეველი და პარტია რომ დაიძახებს, მისი ამორჩეველი თან მიყვებოდეს და აი ეს მოიშალა ერთი მხრივ საბჭოთა მემკვიდრეობამ, მეორე მხრივ თქვათ არ მისცა შესაძლებლობა ამის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულმა მმართველობამ. რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, კიდევ ერთხელ ეს არის სისუსტისგან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ძლიერების პიკში ბიძინა ივანიშვილს არ აუკრძალავს პარტიები. ეს არის სისუსტისგან გადადგმული ნაბიჯი. ჩემი აზრით ამას არ ჭირდება განსაკუთრებული დრამატიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოო ჯამში ისევ ბიძინა ივანიშვილს დააზიანებს. კიდევ ერთხელ პროცესი უნდა გადაწყდეს ქუჩიდან, ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს ქუჩაში, როცა ის ქუჩაში დამარცხდება, მისი ყველა უკანონო გადაწყვეტილება იქნება გაუქმებული და პარტიებს დაასრულებს ან გაზრდის ან გააძლიერებს მისი ამორჩეველი და არა რომელიმე ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს თუ ვინმე სხვა. საქართველოში პოლიტიკური პარტიები უფრო ახლოს უნდა იყვნენ ადამიანებთან, მოქალაქეებთან, არა მხოლოდ პროტესტში მყოფ საზოგადოებასთან, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ედოთ ქვეყნის მაჯისცემაზე ხელი. პარტიების აკრძალვა არის დიდი გამოწვევა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ყველა წინააღმდეგობაში რაღაც შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს და შესაძლოა სწორედაც ამ გამოწვევამ დადებითი პოზიტიური პროვოცირება მოახდინოს ახალი პოლიტიკური ჯგუფების და გაერთიანებების შექმნისთვის. პარტიებს მართებთ
იყვნენ უფრო თანმიმდევრულები. ამას მოქალაქეები ძალიან დაკვირვებით ადევნებენ თვალს და არ პატიობენ არასოდეს არც ერთ პოლიტიკოს, რომელსაც მისცეს ხმა არათანმიმდევრულ ნაბიჯებს. ამიტომაც თანმიმდევრობა მოქალაქეებთან ახლოს ყოფნა, მათთვის ყურის დაგდება და რაც ყველაზე მთავარია, ძალის და ნდობის გამოსხივება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს პოლიტიკურ პარტიებს უდგათ დღის წესრიგში და ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სულ რამდენიმე დღეში, რამდენიმე უნიშნელოვანესი და საკმაოდ დიდი პოლიტიკური გაერთიანება აიკრძალოს, რომელსაც ჰყავს საკმაოდ დიდი რაოდენობის ამორჩეველი ქვეყანაში, ამ ამორჩეველს სჭირდება ამავდროულად თავის გარშემო ახალი პოლიტიკური ბირთვის, მიზიდულობის ცენტრის პოვნა და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, იქმნება ახალი შესაძლებლობები. თუმცა ზოგადად ქვეყნისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის ეს პროცესი არის ძალიან მძიმე, ძალიან მტკივნეული და ეს თავის ასახვას, რა თქმა უნდა, პოვებს ქართული ოცნების რეჟიმის ძალიან ძიმე დასრულების გზაზე. წარმოუდგენელია ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ ტიპის რეპრესიული გადაწყვეტილებები პოლიტიკური პარტიების მიმართ არ შეაფასონ შესაბამისად და არ მიიღონ ქართული ოცნების რეჟიმისთვის საკმაოდ მტკივნეული და მძიმე გადაწყვეტილებები. ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკურ ორგანიზაციას, როგორც ესეც, იქნება პარტია თუ არაფორმალური გაერთიანება, პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესში ცვლილებები ხორციელდება ორგანიზებული ფორმით და რაც არ უნდა საინტერესო და სასიამოვნო იყოს და საყურებლათაც და სულ მონაწილეობის თვალსაზრისით თვით სპონტანური საპროტესტო აქციები საბოლოო ჯამში ეს სპონტანური აქციები ვერ გადაისახება პოლიტიკურ დღის წესრიგში თუ მას თან არ სდევს კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ორგანიზაცია. პოლიტიკური პარტია. ჩვენ შემთხვევაში ეს ხარვეზი აშკარად იყო განსაკუთრებით მასობრივი აქციების, ასე ვთქვათ, ყველაზე კრიტიკულ პიკურ პერიოდში, ვთქვათ, ნოემბერ-დეკემბერში და ალბათ იანვარშიც, როდესაც პარტიები პრაქტიკულად ნომინალურად მონაწილეობდნენ ამ პროტესტის ნაწილი იყვნენ, მაგრამ ეს მომენტი და ეს სიტუაცია ვერ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ პროტესტის დღის წესრიგი გადასულიყო პოლიტიკურ დღის წესრიგში და უფრო, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული დარტყმები რეჟიმისთვის მიგვეყენებინა და დაგვესუსტებინა თუ არა დაგვემარცხებინა. მე ვფიქრობ, აქ ძალიან რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური ფაქტორიც არის. სუბიექტური არის ის, რომ პარტიები პრინციპში ალბათ ველოდებოდით, რომ ძალიან ბევრი რამე თავისითაც შეიძლება მოხდარიყო და ალბათ უფრო თვითდინებას მივყვებოდით. ობიექტური არის ის, რომ რეჟიმი ნებისმიერ ავტორიტარულ სისტემაში ცდილობს, რომ პირველ რიგში დაასუსტოს ოპონენტები და აქ დარტყმა და ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე, რა თქმა უნდა, ხილული ან არახილული, მუდმივად იყო და ეს მე ვფიქრობ, რომ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაპირობებელი, რატომ პოლიტიკურ პარტიებმა ვერ შეასრულეს ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც შესაძლებელია ყოფილიყო ესეთი მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე. ეხლა აკრძალვა რამდენად შეცვლის სიტუაციას, მე ვფიქრობ, რომ ბევრად არ შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო დიდი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გავაკეთებთ ანალოგიას იმაზე, თუ რა ხდება ბელორუსში ან რა ხდება რუსეთში, იქ არ არის პრაქტიკულად აკრძალული პარტიები, მაგრამ იქ რეალურად ვერ ფუნქციონირებს ვერანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია, იმიტომ რომ იქ არის ხელოვნური ბარიერები, ამიტომაც თუ აიკრძალება, თუ არ აიკრძალება, ჩვენ უკეთეს ან უფრო უარეს მდგომარეობაში ამითი არ ვიქნებით, ჩვენ უკვე ვართ ჰეგემონური ავტორიტარიზმის პირობებში, ჩვენი ბრძოლა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური სტრუქტურული ინსტიტუციური ფორმები ექნება პოლიტიკურ პარტიებს და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა წარმართოთ ამის მიუხედავად, იმიტომ თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, როგორც თქვით, ასე ვთქვათ, არჩევნებამდე მორალურად გაიმარჯვა პროტესტმა, მაშინ ამ შემთხვევაში იქნება ეს ფორმალური ორგანიზაციები თუ არაფორმალური რეჟიმს აუცილებლად დავამარცხებთ. თუ ჩვენ ეს გამარჯვება ვერ მოახდინეთ არჩევნებამდე, მაშინ შესაძლებელია, რომ რეგისტრირებულ პარტიებმაც კი განსაკუთრებულ წარმატებას ვეღარ მიაღწიოს. მე რასაც უსმინე განცდა მაქვს, რომ ზოგადად ძალიან კარგად ესმის ყველას რა არის პოლიტიკოსის როლი. მაგრამ რაც დამაკალდა ეს არის მათი როლის, ასე ვთქვათ, კონკრეტულად განსაზღვრა და ჩვენამდე მოტანა იმასთან მიმართებაში ესეთ სიტუაციაში, ნორმალურ სიტუაციაში კი არა, აი ესეთ სიტუაციაში, როცა პარტიებს კრძალავენ, რა უნდა იყოს პოლიტიკოსის როლი. ხო, მე ვარ რაღაც პასიური
მონაწილე პოლიტიკური პროცესის და მე მივდივარ არჩევნებზე ვაძლევ ხმას და ჩემთვის პოლიტიკურ პარტიას აქვს შემდეგი მნიშვნელობა, რომ ჩემი ინტერესები, არ მომდა ხო ის პარტია, რომელიც იდეოლოგიურად მათი პროგრამებით ასე შემდეგ შეესაბამება ჩემი ინტერესებს და მე წარმომადგინოს ხელისუფლებაში, ხო? ეს დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ სხვა რაღაცები არის შესაძლებელი. მაგალითად, ეს არის ჩემი ინტერესების საერთაშორისო დონეზე წარმოდგენა, რაც წესით ძალიან მარტივი უნდა იყოს და რასთან მიმართებაში კოლაბორაციაც პრინციპში ოპოზიციურ პარტიებს დღეს, ну, აქამდე ყოველ შემთხვევაში ეს ვიცოდი, თავად შეფასება აქვთ. ეს გამოსდით და მეორე ის არის, რაც ხდება მაგალითად რუსთაველზე და განწყობებიც არის რუსთაველზე, ამის უფრო ფართო საზოგადოებამდე მიტანა და ხერხების მოძებნა როგორ ქნან ეს, როდესაც იქ მედიის დიდ ნაწილს, ასე ვთქვათ, პირდაპირ პროპაგანდისტულია და ფლობს რეჟიმი და მის ინტერესებს ატარებს ხო და მეორე მხრივ გვაქვს ოპოზიციური მედია, რომელიც ასევე ძალიან ტოქსიკურია რაღაც სხვადასხვა გარემოებების გამო. და რაც შეეხება პარტიების აკრძალვას ამასთან მიმართებაში სულ მესმის ხოლმე ეს ნარატივი, რომ უიმე ეს პარტიებს ესე იგი რას გვიშვებია, ნახეთ რა დღეში ვყავართ, როგორი რეპრესიებია ჩვენ მიმართ და ჩვენ მაინც ვიარსებებთ და მაინც ვიბრძოლებთ ქვეყნისთვის და ძალიან მაკლია იმაზე საუბარი, რა შუაში არის აქ მოქალაქე. ანუ ენემეს ამომრჩეველი მე არ ვარ, მაგრამ ენემეს აკრძალვა ამომრჩევლისთვის რატო არის მნიშვნელოვანი ის კი არ უზღუდავენ არჩევას, არამედ საერთოდ არჩევას ართმევენ მას, ანუ ჩემი მეგობარი, რომელიც არის თქვათ შეიძლება ენემეს ამომრჩეველი, რომ მის არჩევას აუქმებენ საერთოდ. ანუ ეს პარტიები ხო არ არიან კონკრეტული ინდივიდები, მხოლოდ რომლებიც არიან ეს ადამიანები არიან გამოტარები ინტერესების და პოლიტიკური იდეოლოგიის იმ ადამიანების, ვინც არიან მათი ამომრჩევლები. დღეს არის საუბარი პარტიების აკრძალვაზე, რომლებსაც ყავთ დაახლოებით 10 და 10+% ამომრჩევლებისა და ფაქტობრივად სწორად ახლა შეიძლება ვერ დავთვალე იმ პარტიების რეიტინგები, მაგრამ სადაც 25-30% ამომრჩევლების და ამაზე მეტი ქართულ ოცნება საერთოდ არც აქვს, ხო? თუ დავითვლით რამდენი ადამიანი მივიდა მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებზე და მათგან რამდენმა მისცა ხმა, ამაზე მეტი ამომრჩეველი არ ყავს ქართულ ოცნებას და ამდენივე ამომრჩევლის არჩევანის გაუქმებას აპირებს. ანუ არა პოლიტიკური პარტიების კონკრეტული სახელებით და გვარების წარმომადგენლების რაღაცა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის აკრძალვას, არამედ აი ამ ადამიანების არჩევანის გაუქმებას. და აი ამაზე საუბარი ძალიან მაკლია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, მე როგორც არაპოლიტიკოს და არაპოლიტიკური პარტიის წევრს, რიგით მოქალაქეს როგორ უკრძალავენ არჩევანს და რას ნიშნავს ეს ზოგადად დემოკრატიისთვის და არა ის, რომ მე რა დღეში ვყავარ, ეხა ნახე როგორი რეპრესიები მოდის ჩემ წინააღმდეგ და მე მაინც ვიბრძოლებ. ანუ ეს ისედაც მოცემულობა უნდა იყოს, ხო, როდესაც პოლიტიკური პარტია არსებობს პოლიტიკურ ველზე, მაგრამ აი მე რა შუაში ვარ, აი ეს აქაც ჩანს, რომ აი ეს ბმა პარტიებსა და თუნდაც მათ ამომრჩევლებს შორის არის გაწყვეტილი წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რო ესე არ იყოს ნებისმიერი პარტია იმ დღეს მაგალითად როდესაც მისცა პარლამენტმა ხმა აი ამ კანონს ხო და შემდეგ უკვე საკონსტიტუციო არჩევანი შევიდა ამ პარტიების ამომრჩევლები იდგებოდნენ ქუჩაში. ამ პარტიების ამომრჩევლებს ვერ გააგებინეს ჩემი აზრით თვითონ ამ ეგრეთ წოდებულმა ასაკრძალმა პარტიებმა მათ რაში ეხებოდათ ეს ინიციატივა. მე მგონია, რომ პარტიების როლი არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ პროცესში, იმიტომ რომ მე რამდენადაც ბევრი არ უნდა ვილაპარაკო და რაც არ უნდა სწორი რაღაცეები ვთქვა, მე არ მაქვს ლეგიტიმაცია და მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, მანამ სანამ პოლიტიკაში და თუ არ გადავწყვეტ და არ ვიღრი მე კენჭს და შესაბამისად მე რასაც დავპირდები, ვერ ავასრულებ და всё, ანუ რასაც ვიტყვი ან ეგრე იქნება ან არა. პოლიტიკური პარტიის როლი სწორედ ეგ არის, რომ რაღაცის პირობას, როდესაც მოგცემს, ის პასუხისმგებლობასაც იღებს, რომ ამას აასრულებს. ეს ერთი. მეორე, მე მგონია, რომ რადგან მე ზოგადად მგონია, რომ ეს ბრძოლა არის დემოკრატიისთვის ბრძოლა და არა რაღაც კონკრეტული ერთი კანონისთვის ან რა ვიცი, პარტიების აკრძალვების წინააღმდეგ კონკრეტულად ან რაღაცისთვის, ანუ ჯამურად დემოკრატიისთვის ბრძოლა არის. მე ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო წარმომდგენია მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც არის ძალიან ძლიერი მოქალაქე, სადაც მოქალაქეს გაცნობიერებული აქვს, რომ ის უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მხოლოდ მაგ შემთხვევაში აქვს გრძელვადიან პერიოდში შანსი საქართველოს რო გადარჩეს. ამიტომ მე მგონია, რომ პოლიტიკური პარტიები დღეს აი ამ როლს უნდა აჩვენებდნენ ადამიანებს
და უნდა უქმნიდნენ უსაფრთხო გზებს, როგორ უნდა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. აი ეს არის ჩემი აზრით დღეს პოლიტიკური პარტიების როლი. ამის გარდა მე კიდე ამას მოყვება შემდეგი კითხვა არის, რომ დღეს რა უნდა გავაკეთოთ? მე ზოგადად მგონია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკოსებმა 4 რაღაც უნდა გააკეთონ. ერთი არის ის, რომ აჩვენონ, რომ დღეს ცვლილება აუცილებელია, რა პრობლემები გვაქვს დღეს გასაგებენაზე, ადამიანებისთვის გასაგებენაზე ყველა შრეში და რა საფრთხეს მოიტანს ეს რეჟიმი. მეორე, რომ ცვლილება შესაძლებელია, ანუ დაარწმუნონ ამაში, მესამე, როგორ მოხდება ეს ცვლილება და მეოთხე, რა როლი აქვს და შეიძლება ქონდეს თითოეულ მოქალაქეს ამ ცვლილებაში. რაც შეეხება აკრძალვას, გეთანხმები, რაც თქვი, ახსნილი არ არის, ჩვენ შეიძლება უფრო მეტად ვართ ჩართული პოლიტიკაში და ხვდებით იმას, რომ ამ მომენტში ვიღაცა აკრძალული იქნება თუ არ იქნება აკრძალული, დიდად არანაირ გავლენას არ მოახდენს. ზოგი საერთოდ პარტიაც არ არის, ზოგს არ რეგისტრირებენ, მაგრამ ის, რომ 30% მოსახლეობისა თუნდაც თავისი ოცნებისვე გამოტანილი არჩევნების შედეგით იკრძალება, მე რა, რომ ისინი შევიდნენ თუ არ შევიდნენ პარლამენტში, 30% ხო არის მოსახლეობის. ანუ ამას ძალიან სერიოზული ახსნა ჭირდება და გამოყენება მათ შორის საპროტესტო მოძრაობაში. რაც ილაპარაკეს პოლიტიკოსები, ძალიან ლამაზად დალაგებულად მშვენიერი პოლიტიკური პარტიები კი ბატონო ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს. მაგრამ არა ამოცემულობაში, არა ამ რეალობაში, რასაც ჩვენ ვართ, უბრალოდ ვეღარ. ერთი რომ ფინანსური რესურსი არ აქვს და მეორე თვითონ პარტიებიც არ აღმოჩნდნენ საკმაოდ მომზადებულები. ან თვითონ შიდა პარტიული სტრუქტურების მუშაობა ვერ დავინახე. აი პარტიები, რომლის ლიდერების დაიჭირეს, დარჩნენ თითქოს უთავოდ და იყვნენ დაბნეულები და ვეღარ ღებულობდნენ სწრაფ ეფექტურ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ისევ ველოდებოდნენ იმათ დირექტივებს ციხიდან, რაც პრინციპში ძალიან ართულებდა პროცესს მუშაობის შემთხვევაში. ამ პარტიებს აკრძალვა იქნება კატასტროფა. არ აქვს მნიშვნელობა ამ პარტიას უჭერ მხარს, არ უჭერ თუ საერთოდ ოცნების ხარდამჭერი ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქისთვის ეს იქნება კატასტროფა. რომ შევხედოთ ხო რა მოცემულობას ვიღებთ. აიკრძალება ოპოზიციური პარტიები, შეიქმნება ახალი ოპოზიციური პარტიები ჭყალებში, რომელიც იქნება რეალურად ოცნების დანამატი და ოცნებას ექნება მთელი პარლამენტი, 100%-ით იქნება ოცნება ოპოზიციაში და ოცნება ოპოზიციაში. იდეაში ეს არის ამისი ბოლო მიზანი. და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაღაცა მოვახერხოთ, რომ ეს არ დაუშვათ, არ მივიდეთ აქამდე. ჩვენი ანუ პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოების. მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გვაჩვენონ გზები, რა გზებით უნდა ავიაროთ, რა მოქმედებები უნდა გავაკეთოთ, რა ღონისძიებები არის შესაძლებელი, რომ ეს შედეგი არ დადგეს. მათ პასუხებიდან გამომდინარე არის მანდ ორი პარტია, რომელსაც მე უჭენ მხარს და ვუყურებ როგორც ვითარდებიან და იმ რესურსების პირობებში, რა რესურსებიც არის და შემდეგ კითხვაზე ამაზე უფრო ცლად გავცემ პასუხს. ჩემი აზრით ძალიან თანმიმდევრულად და კარგად მიდიან. უფრო მეტი გვინდა? კი, გვინდა, მაგრამ არ არის დღეს ის სიტუაცია, არ არის იმდენი რესურსი და სამწუხაროდ რაც გვაქვს იქიდან უნდა გამოვიღოთ მაქსიმუმი. მე ესე ვუყურებ და არც იმას არ ვთვლი, რომ მარტო ისა რა ქვია, პოლიტიკოსის საქმეა, რომ რაღაც შეცვალოს, ანუ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც პოლიტიკოსმა არ უნდა დააყვედროს სიტყვაზე მოქალაქეს, რომ შენ ეს არ გააკეთე და ამიტომ ეს არ გამოვიდა, ასე მოქალაქემ არ უნდა თქვათ 100% პასუხისმგებლობისა არ უნდა დააკისროს პოლიტიკოსი, იმიტომ რომ რანაირიც არის საზოგადოება, ისეთი არის პოლიტიკოსი და ეს ერთმანეთს აბალანსებს დემოკრატიულ სახელმწიფოში. მე თუ მოქალაქე ვარ და მინდა რომ რაღაც შევცვალო, უნდა ავდგე და ავიღო ეს ინიციატივა და შევცვალო. აუცილებელია გამარჯვებისთვის უბრალოდ დავიბნოთ რწმენა. პირველ რიგში პოლიტიკოსებმა, საზოგადოების აქტიურმა წევრებმა უნდა დაიბნოს რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი სუსტია და სიძლიერე ჩვენი სიძლიერე მას კიდევ უფრო დაასუსტებს. ასევე უნდა დავაბრუნოთ ხალხში რწმენა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ და ეს პროცესი დაწყებულია და მე
და ჩვენი გუნდი პარტია ახალი კოალიცია ცვლილებისთვის მიესალმება ამ პროცესის, ასე ვთქვათ, დაწყებას, რაც საზოგადოებაში და მათ შორის პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიყოთ თანმიმდევრულები და ორგანიზებულები. აუცილებელია მომდევნო კრიზისების დროს ჩვენ ვიყოთ მზად იმისათვის, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ ყველა იმ კანონიერი და კონსტიტუციური პოლიტიკური ნაბიჯებით, რაც აუცილებელია ძლიერმა ოპოზიციამ გადადგას. რაც შეეხება იმას, თუ რა განსხვავებულ მეთოდს ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს ან კოლეგებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან და ჯგუფებიდან. ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ ერთს და ბევრი არჩევანი არც არის. ვთავაზობთ იმას, რომ ვემზადოთ და შეიძლება ხვალ იყოს, ან შეიძლება რამოდენიმე თვის შემდეგ. ვემზადოთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე რთულ მომენტში მივაყენოთ ყველაზე რთული დარტყმა, პოლიტიკური დარტყმა, რომელიც მას ასე ვთქვათ, უკან მობრუნების და მათ შორის ნაბიჯის უკან გადადგმის შესაძლებლობას არ მისცემს, რათა მან მოახდინოს საკუთარი ძალების აღდგენა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, ვაჩვენოთ ერთობის ძალა და აუცილებელია ვიყოთ ორგანიზებულები. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება, თუ ვინმეს წინააღმდეგ უჭირს მას, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა და აუცილებლად იმ წამსვე ხისტი ხდება, ეს არის ორგანიზებული წინააღმდეგობა. ამ ორგანიზებულ წინააღმდეგობაში პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც იმყოფება. მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ მზად კონკრეტული მომენტისთვის. გამარჯვებამდე ჩვენ მივდივართ, რა თქმა უნდა, სიჯიუტით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ სიჯიუტე არ იყოს სულელური სიჯიუტე, სიჯიუტე სჭირდება გონივრული ნაბიჯების, ნაბიჯებზე დაფიქრება და გონივრულობაში სიჯიუტე არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ შემთხვევაში რაც შეეხება რა შეიძლება იყოს ჩვენი საერთო თავისთავად უკვე ჩანს, რომ ამგვარი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შემოგთავაზა ქართულმა ოცნებამ, მიუღებელია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და ეს არის ძალიან დიდი საფრთხე, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ რაც დავინახეთ და რასაც ვხედავთ, ეს არის ხელისუფლების სამივე შტოს მიტაცება, მთლიანად და არა მარტო მიტაცება, არამედ მათი არა განცალკევება, არამედ გაერთიანება, რაც ჩვენ ვიცით უკვე ძალიან დიდი ხანია, მე-17 საუკუნის თეორეტიკოსები უკვე ლაპარაკობდნენ ამაზე, რომ როგორც კი ამგვარი რაღაცა მოხდება ქვეყანაში, აქ არის საშინელი საფრთხეების წინაშე და აქ არ არის მაინც და მაინც იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცას შეიძლება რაღაც დაემოთ. არა, ყველა საქართველოს მოქალაქე არის უშველებელი საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ როდესაც ერთი ადამიანის ნებას ექვემდებარება მთლიანად ხელისუფლების როგორც აღმასრულებელი, ასევე სასამართლო, ასევე საკანონმდებლო შტო ხდება კატასტროფა და რაც მთავარია ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც მიდის და აუცილებლად უნდა წავიდეს ევროკავშირისკენ, ის აუცილებლად მოსრიალდება ამ ძალიან მოლიპულ გზაზე და ეს ძალიან ცუდი კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და გადაკვეთის წერტილები? ჩვენ ვიცით, რომ ყველავთან ხვდებით, რომ თავად რეჟიმის ამგვარი პოლიტიკა მიუღებელია. მე მგონია, რომ ჩვენ უნდა დავინაწილოთ რაღაცა გარკვეული მიმართულებები. ყველა პარტიას აქვს თავისი უპირატესობები და ზოგს შეიძლება ვთქვათ ბოლომდე ძლიერი არ იყოს რაღაც გარკვეული მიმართულებით. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცა ამაზე იმუშავებს, ვიღაცა რაღაცაზე იმუშავებს, ჩვენ შეგვიძლია რაღაცეებში გავერთიანდეთ, რაღაცეებში ცალ-ცალკე დავრჩეთ, მაგრამ არ გავაჩეროთ არც ერთი მიმართულებით ბრძოლა და როგორც კი დავინახავთ, რომ რომელიმე პარტია თავისი მიმართულებით კარგად მოქმედებს, ჩვენ მას მხარი დაუჭიროთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად იმის ჩვენება, რომ და იმის იქამდე მისვლა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კიდევ უფრო აქტიურები გავხადოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, იმიტომ რომ რეალურად თუ ჩვენ ვანახებთ, რომ რაღაც გარკვეული კონსოლიდაცია არსებობს პარტიათა შორის, ეს შეიძლება იყოს არა მაინც და მაინც გაერთიანება, არამედ რაღაც გარკვეული ერთობა აზრებში, ისინი შეძლებენ უფრო მეტად ორგანიზებულად გაგვიწიონ დახმარება და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისათვის. 13 წელია თავს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მივაკუთვნებ და 23 წლიდან ვარ ოფიციალურად პოლიტიკურ პარტიაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მქონდა მთავარი განსხვავება პოლიტიკურ სპექტრთან, რომ ისინი საუბრობდნენ ერთობაზე და ჩვენ და მე და ჩემი პოლიტიკური თანამოაზრეები საუბრობდით მხოლოდ ისეთ ერთობაზე, რომელიც იქნებოდა სწორი გზის გარშემო და ეს იწვევდა ყველა
ყველაზე დიდ დაპირისპირებას ჩვენ შორის, იმიტომ რომ ეხა ერთად გადავიჩეხოთ უფსკრულში, ასეთი იდეის პროპონენტი არასოდეს არ ყოფილვარ. საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ ქართულმა ხალხმა გააჩინა ისეთი დაკვეთა, რამაც ჩვენი პოზიციები პოლიტიკურ პარტიებთან და განსაკუთრებით დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებთან ძალიან დაახლოვა, იმიტომ რომ დაკვეთა ასეთი და ვინც ამ დაკვეთას უპასუხებს, ის შეძლებს შემდეგ ვთქვათ წარმატების მიღწევასაც, ხო? დაკვეთა არის სწორი გზის გარშემო ისეთი საკითხების გარშემო ერთობის მიღწევა, რაც არის ხალხის ინტერესებში, რაც არის მიმართული მეტი ხალხის ჩართულობაზე, პროტესტის გაფართოებაზე და რაც მთავარია დაგვიახლოვდა პოზიციები დანარჩენ პარტიებთანაც იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თუ რაღაც ერთობაზე ვთანხმდებით, ეს ერთობა პირველ რიგში უნდა ეხებოდეს თამაშის წესებს. ჩვენ შეიძლება გქონდეს ძალიან დიდი იდეოლოგიური განსხვავებები, ბოროტმოქმედებადაც კი აღვიქვამდნენ ერთმანეთს, დაუშვათ ისრაელ-პალესტინაზე ერთი ან მეორე პოზიციის გამო, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით დემოკრატიულ თამაშის წესებზე, ცივილიზებულ თამაშის წესებზე, უკიდურესად განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებების ადამიანებსაც გამოგვდის თანამშრომლობა და აი ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ პარტიებს შორის ძალიან ახლოვდება პოზიციები თამაშის წესებზე შეთანხმებაზე და იმათ თქვათ გვერდზე დატოვებაზე, რომელიც უბრალოდ არ იღებს დემოკრატიული თამაშის წესებს და ავტოკრატიულ დღის წესრიგს გახვევს თავს. ანუ მთავარი ჩვენი თქვათ მოთხოვნა თანამშრომლობისას დანარჩენ პარტიებთან ჩვენი ანუ ფედერალისტების არის მათი დემოკრატიული მოწყობა. ის რომ ისინი აღიარებდნენ დემოკრატიული თამაშის წესებს და არ გვახვევდნენ თავს თავიანთი პარტიის კულტი იქნება ეს თუ ოლიგარქი იქნება ეს თუ დონორი იქნება და რეალურად ფოკუსირებულები იყვნენ იმ თემებზე, რაც ქართულ ხალხს აწუხებს და რაც შექმნის რეალურად დემოკრატიულ პოლიტიკას, იმიტომ რომ პიროვნების კულტის სავსავით შეიქმნება დემოკრატიული პოლიტიკა და ვერც ვერავის დავაჯერებთ, რომ დემოკრატიისთვის ვიბრძვით. ამიტომ მიხარია, რომ კონსენსუსი ფართოვდება. ხო, ბუნებრივია, სრული თანხმობა არ გვაქვს, მაგრამ კონსენსუსი გაფართოებულია და იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და გავიმარჯვებთ სახელოვნად. დღეს თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საუბრობენ საქართველოზე, ციტირებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ეს არის რუსთაველის გამზირი და უწყვეტი პროტესტი, რომელიც უკვე 1 წლის თავს შეასრულებს ნოემბრის ბოლოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობის ფორმების დახვეწაში ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჩვენი მოქალაქეების იმ საკმაოდ დიდი ნაწილის ჩართულობის აუცილებლობა და მათთვის მოვძებნოთ და შევთავაზოთ წინააღმდეგობის ისეთი ახალი ფორმები, რომლებშიც ისინი თავის თავს დაინახავენ. წინააღმდეგობა სჭირდება არეალის გაფართოება, როგორც თემატურ, ასევე რეგიონალურ ჭრილში. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია პარტიების ერთობლივი პოზიციის შეჯერება, თუ რა გზავნილებით და რა პოზიციით ვხვდებით და ვესაუბრებით ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ძალიან რთულად წარმომიდგენია იყოს შედეგზე ორიენტირებული, როდესაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და სხვადასხვა ტიპის გზავნილებით ესაუბრებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ქვეყანაში არსებული გარემოს გაუმჯობესების გზებზე. ამიტომაც ამ ხრივად ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში უდგანან ქართულ საზოგადოებას, რომ ერთიანი, მწყობრი გზავნილებით და შინაარსით იყოს საუბარი მათთან წინააღმდეგობის და ევროპული მომავლის მხარდამჭერი ქართული საზოგადოების სახელით. ამის გაკეთება შეუძლებელია, თუ არ იქნება ძალიან კონკრეტული პროფესიონალებით დაკომპლექტებული პოლიტიკური გუნდი, არ არის საუბარი პოლიტიკურ პარტიაზე, ერთ ან ორ პოლიტიკურ ჯგუფზე, საუბარია ადამიანებისგან შემდგარ ბირთვზე, რომლებიც აიღებენ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას, რომ გაიტანონ ყველა ის გზავნილი, რომელიც დღეს წინააღმდეგობა სჭირდება და გაატარონ ყველა ის ქმედითი ღონისძიება, რომელიც ასე სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რუსული რეჟიმის დასრულებისთვის.
როგორ უნდა გააგრძელდეს? ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც აკლია ამ პროცესს არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიების როლი არის შემცირებული და მე ვფიქრობ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებმა რაღაცა ურთიერთდაპირისპირების და პოლარიზაციის ფონზე ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობ, უფრო გამოინახოს როგორც მინიმუმ რაღაცა საუბრის სივრცე, სადაც ასე ვთქვათ, მრავალფეროვნებას არა დაპირისპირებაში, არამედ ასე ვთქვათ, უპირატესობაში გადავიტანთ, იმიტომ ჩვენ მრავალფეროვნება მართლა შეიძლება იყოს უპირატესობა ამ პოლიტიკურ ველზე, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, უბრალოდ ამას ჭირდება გარკვეული საკონსულტაციო, საკოორდინაციო სივრცის შექმნა, სადაც პარტიები შეძლებენ, პოლიტიკურ პარტიებს შეძლებენ ერთმანეთთან საუბარს. ზოგ შემთხვევაში ვერ დათანხმდებიან, მაგრამ არის საკითხები, სადაც შესაძლებელია დათანხმება მოხდეს და მე ვფიქრობ, რომ ესეც საკითხებზე განსაკუთრებით უნდა მოხდეს ასე ვთქვათ, კონცენტრაცია იმისთვის, რომ ერთის მხრივ ვამხილოთ რეჟიმის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი რის გამო ჩვენი პროტესტია ქვეყანაში და მეორეს მხრივ მოვნახოთ ისეთი საკითხები, სადაც ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ სოფხედველობის მატარებელ პარტიებს შესაძლებლობა გვექნება, რომ კონდეს თანხმედრა და მონახოთ რაღაცა საერთო გადაწყვეტილების გზები. ამით ჩვენ შეგვიძლია რომ სამომავლოდ გარკვეული ურთიერთობები და თქვა თანამშრომლობის გარკვეული ტრადიცია ჩამოაყალიბოთ. ეს შეიძლება ძალიან სწრაფად არ მოხდეს, მაგრამ ამის გარეშე დღევანდელ პირობებში უბრალოდ წარმოუდგენელია პოლიტიკური პარტიების როლი. ხოლო პოლიტიკური პარტიების როლის გარეშე ალბათ რთული იქნება რეალური პოლიტიკური ცვლილებების უზრუნველყოფა. და გამარჯვების გზა ალბათ ერთი ეს ნაწილია, რასაც თქვა იგივე პოლიტიკურ პარტიათა საკოორდინაციო, საკონსულტაციო რაღაც ფორმატი აუცილებლად საჭიროებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესი უფრო დინამიური და რაღაცა დაბრუნდეს რაღაცა წარმატების მიმართულებისკენ, ვფიქრობ, რომ ცოტათი ფართო და პარტიულ ჩარჩოს მიღმა უნდა შეხვედროთ პროცესს. მე ვფიქრობ, რომ პროტესტმა ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო ადამიანი წარმოაჩინა, როგორც ამ პოლიტიკურ ველზე, როგორც თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც შეიძლება მანამდეც იყვნენ, მაგრამ მათი აქტიური სამოქალაქო პოზიციამ ისინი ასე ვთქვათ, წარმოწია პოლიტიკურ ველზე და მე ვფიქრობ, რომ აი ურთიერთქმედებით, პროტესტული საზოგადოების, პროფესიონალების, დარგების, სხვადასხვა დარგების სპეციალისტებით, ახლად შექმნილი ფორმალური თუ არაფორმალური ორგანიზაციების და პოლიტიკურ პარტიათა, რეგისტრირებული თუ აკრძალული პარტიების ურთიერთქმედებით შესაძლებელი არის, რომ რაღაცა ერთიანი სტრატეგიის, ასე ვთქვათ, ფორმატი ჩამოყალიბდეს, სტრატეგია, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან უნდა იყოს ძალიან პრინციპული, შესაძლებელი თითოეულ პარტიას, თითოეულ ორგანიზაციას ჰქონდეს თავისი განსხვავებული სივრცე გარკვეულ საკითხებში, მაგრამ სტრატეგიული ხაზი უნდა იყოს დაცული, უნდა იყოს ურთიერთდაუსხმელობის აუცილებელი, ესე ვთქვათ, პირობა, უნდა იყოს მთელი ძალისხმევა და ენერგია მიმართული რეჟიმის წინააღმდეგ და კატეგორიულად უნდა შევამციროთ ან აღმოფხრათ ურთიერთდაპირისპირების სივრცე, სადაც ვფიქრობ, რომ მხოლოდ ზიანი მოგვაქვს ერთმანეთისთვის და არავინ ამითი არანაირ სარგებელს არ ნახულობს. თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე საერთოდ არიან ახლა პარტიები ოპოზიციაში, რომელსაც არც მიმიცემს, არასდროს მივცემ ხმას, მაგრამ თანმიმდევრულები რო არიან რაღაცაში, ეს იწვევს იმას, რომ სულ უსმენ მათ რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აწყობენ რაღაცა ლოგიკურ ჯაჭვს, როგორ აანალიზებენ რაღაცა, ძალიან არასერიოზულია, აი არათანმიმდევრულობა, რაც იწვევს შემეზე აი ამ ნდობის რღვევას, აი მაგალითად 2024 წლის არჩევნებში ის საღამოს ეგზიტ პოლების გამოცხადების შემდეგ ზეიმი და მერე იმის ლაპარაკი რომ ესე იგი ეს იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები და თავზე დაგვამხეს ყველაფერი, მეგანა არ ვიცი რომ თავზე დაგვამხეს ყველაფერი, უბრალოდ იმედენად არასერიოზულია რომ ვერც მოგისმენ, ყველაფერს ეჭვის ქვეშ ვაყენებ, რასაც ამბობთ რომ ვიცი რომ არ ხარ სერიოზული ადამიანი რა, ანუ აი მაგის ნაკლებობა მაქვს მე ძალიან პოლიტიკაში სერიოზული ადამიანების, ვისაც კი ბატონო ყველას უსმენ, მაგრამ ანუ ვინც იწვევს ჩემში ნდობას ისეთი პარტიები არიან ხოლმე როგორც ეს რომლებსაც არანაირად იდეოლოგიურად არ ვეთანხმები, მაგრამ თანმიმდევრულები არიან და მე მგონია რომ ეგ გჭირდება ახლა საზოგადოებას ძალიან თანმიმდევრულობა და მე იდეოლოგიური კუთხით ყველა რაღაცნაირად თავის იმას მონახავს რა ნდობას აღადგენს ჩემი აზრით პირველ რიგში თანმიმდევრულობა. გამარჯვებისთვის აუცილებელია და რაც მანტრასავით ვიმეორებთ ამ პროტესტის გაშლა და გამრავალფეროვნება, ხო? რა შემთხვევაში გაიშლება ეს პროტესტი? თუ ამას ჩაუდგება სათავეში სანდო და ორგანიზებული ჯგუფი. ან ჯგუფები. ამ შემთხვევაში ვინაიდან რადგანაც მე არ მჯერა არანაირი ცვლილების პოლიტიკოსების გარეშე, მე ვფიქრობ, რომ ის აქტიური საზოგადოება, რომელიც ჩართული არის პროტესტში, მან უნდა გამონახოს ისეთი პოლიტიკური პარტია ან მოძრაობა, რომელსაც მეტნაკლებად ეთანხმება რაღაც გარკვეულ გადაწყვეტილებებში და მასთან ერთად იმუშაოს აი ამ მთელ პროცესში. ხოლო თუ არც ერთს არ ეთანხმება, უკვე მოვიდა დრო, რომ გააკეთოს თავისი პოლიტიკური მოძრაობა.
იმიტომ რომ იმ შეზღუდული რესურსების პირობებში, როდესაც მედია ქართულ ოცნებას აქვს ფაქტიურად, ძალიან დიდი რესურსი აქვს მედიის, ხო? და ვთქვათ, ოპოზიციურ მედიაშიც არ არის ყველაფერი კარგად. ძალიან რთული არის, რომ გინდა მესიჯები გატარდეს სწორად და როცა რესურსი არ არის, ეს წინააღმდეგობა ძალიან რთულია. მე როგორ ვხედავ? მაგალითად, ერთი არის, რომ მოკლედ სანდოობას ეს აძლევს რაღაც ამ პოლიტიკურ პარტიებს, იმიტომ რომ ვთქვათ, თუ დასუფრთებული არის რაღაც გარკვეული აქტივისტების მიერ, გამოდის, რომ ჩვენც ხო გვყავს, არა, ჩვენი რაღაც მეგობრები და ასე ვთქვათ, წრე, რომელიც ჩვენ გვენდობა, იმიტომ რომ ჩვენ გულწრფელები ვართ ჩვენს ქმედებაში და თუ ჩვენ ვეხმარებით ვიღაცას და ეს დახმარება არ გულისხმობს მხოლოდ რაღაც ლოგისტიკურ დახმარებას, ეს გულისხმობს მათთან ერთად მუშაობას სხვა საკითხებზე, განსაკუთრებით საპროტესტო ნაწილზე. და პოლიტიკოსების როლი ამ შემთხვევაში უნდა იყოს მომავალზე ორიენტაცია და ეს საფრთხეების შეფასება, რაც არის ვთქვათ, იგივე ეს გუშინდელი განცხადება, რაც იყო, ხო, ამ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და უკვე მომავლის პროექცია და რა გეგმები აქვს და როგორ განვითარდება და როგორ განავითარებენ ამ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებებს, ეს იქნება ეკონომიკა, განათლება თუ ასე შემდეგ, ხოლო მხარდამჭერებთან კოორდინაციით უკვე საპროტესტო მოძრაობის ორგანიზება, იმიტომ რომ დღეს რაც აკლია საპროტესტო მოძრაობას, ჩემი აზრით არის ორგანიზება. რა თქმა უნდა, აქტივისტები უნდა დაეხმარონ პოლიტიკოსებს იმაში, რომ მინიმუმ იდეების გავრცელებაში და საპროტესტო ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები. იმიტომ რომ აქტივისტები უნდა იყვნენ პასუხისმგებლები პროტესტზე და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ პასუხისმგებელი მომავლის შექმნაზე. აი ესე ჯერა მე. რასაც მოვუსმენე ამ პოლიტიკურ აქტორებს, კონკრეტული ციტატების მოყვანა შემეძლია, მაგრამ განცდა დამრჩა, რომ მათი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში გამარჯვების ფორმულას ეძებს იმაში, რომ აი უნდა დაველოდოთ, რომ მათ მეტი შეეშლებათ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ცოტა რეაქციულ რეჟიმში არიან და არა პროაქტიულში. ანუ მე ეს ის საკითხია, ყოველდღიური კითხვაა ჩემთვის, ხო? ხა ეს ვერ ვიცოდეთ ყველა, მაგრამ გამარჯვებდით კიდევ. მე მაგით ჩემი აზრია. კი ბატონო, უბრალოდ ამაზე მეტი კითხვა მაქვს ვიდრე პასუხი, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი ეს არის, რომ გვჭირდება მეტი ადამიანი პროტესტ, მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი და მეტი ისეთი ადამიანი შესაბამისად, ვინც დაინახავს ალტერნატივას და ეს ალტერნატივები განა არ არსებობს, მაგრამ მათი კონსოლიდაცია არ არსებობს რა. ანუ აი არ არის რაღაცა ძალა, რომელსაც შეხედავ, აი ამას ვანდობდი განათლებას, ამას ვანდობდი ჯანდაცვას. ან შეიძლება ასეც არ დავიწროვდეს ამ მომრჩევლის დიდი ნაწილი და თქვას, რომ აი ადამიანების რაღაცა ამ ჯგუფს ვენდობი და კონდეს განცდა, რომ სტაბილურობა რაღაც მეტი ექნება ცვლილების შემთხვევაში და ეს არის ჩემი ერთ-ერთი მიზეზი, რატომ იყო მაგალითად 2020 წლის არჩევნები აბსოლუტურად განწირული, იმიტომ რომ ავიყავით აბსოლუტურ კრიზისში, როგორც არასდროს არ ყოფილვართ, კრიზისი იყო სამართავი, კარგად იმართებოდა, ცუდად იმართებოდა, არა 20-ში გულისხმობ მე მას, რა ქვია, პანდემიის დროს, იმიტომ რომ ისეთ კრიზისში ვიყავით, რომ იქ ძალიან არასტაბილურობა, რაც არ უნდა კვალიფიციური ყოფილიყო აქეთ ოპოზიცია და არ იყო. ხო, მაგ კრიზისში ცვლილება არასტაბილურობის განცდას გაძლევდა და აი ეხლაც გვაქვს ძალიან სერიოზული კრიზისი, ხო, ფაქტობრივად ანუ free flow-შია ქვეყანა და ადამიანებს ჭირდებათ იმის დანახვა, ვინ არის მყარი, თანმიმდევრული ადამიანები კი არა, ძალა შეიძლება სხვადასხვა პარტიები, მაგრამ მაინც რაღაცა შეთანხმებული რაღაცის ირგვლივ და თანმიმდევრული, რომლებიც ერთმანეთს თავს არ ესხმიან, რომლებიც მეტნაკლებად მაინც ერთი და იგივე ემით მელაპარაკებიან, რომლებიც შეიძლება რომ მომავალში მეიმედებოდნენ.